ადრე წარმატება იყო ჩემთვის მტკიცება. მე საკმარისი ვარ. ვიმსახურებ ყურადღებას, აღიარებას და სიყვარულს. და მომეცით ბატონო ჩემო. და მომეცით, იმიტომ რომ დევიმსახურებ. და ახლა თვით რეალიზაცია მინდა. და ვაკეთო ის საქმე, რომელიც מחარებს. პირველი რადაა ტრანსფორმირება და როგორ? ჩემთვის პირადად ტრანსფორმაცია არის სიკვდილი და თავიდან დაბადება. როდესაც გარემოება უკვე მძიმდება, მაგალითად მე ვდგები ფაქტის წინაშე, რომ მიშვებენ სამსახურიდან. შეიძლება სასუწარკვეთილებაში ჩავარდე მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს მე ვდგები მწარე რეალობის წინაშე. კი, მაგრამ მე რა გავაკეთე ამ სიტუაციაში ისეთი, რომ ამათ ერჩევნათ ჩემი გაშვება ჩემს დატოვებას. ამ არჩევანში, რასაც ტრანსფორმაცია ქვია, შედის ორი კომპონენტი. აიღო პასუხისმგებლობა სრულად, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება ეხლა, სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა და მეორე განიცადო ტკივილი, რომელიც ამ პასუხისმგებლობას მოყვება. ყოველი დღე პატარა ცხოვრება, ყოველი გამოფხიზლება, პატარა დაბადება, ყოველი დილა პატარა სიჭაბუკია და ყოველი ძილი პატარა სიკვდილი. ეს არის პოდკასტი დროის ხმაური, მე ვარ ეკანოზადე და დღეს ჩემი სტუმარია საშა კაცმანი. პიროვნული და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის ლიდერი ხარ, მარკეტინგის გურუ, პოდკასტერი, უკვე ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორიც. ვის თუ არა შენ მოგმართავდი ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით და იმიტომ მოვიშველია შოპენჰაუერის სიტყვები, რომ ეს პატარა დაბადება და პატარა სიკვდილი ყველაზე ახლოს არის. შენი გამთლიანებისკენ გზა ჯერ კიდევ საქართველოში დაიწყო იმ ტრანსფორმაციებით, რომელიც სარკეში საქართველოს ბანკში წამოიწყე. და ამ გზაზე პირველი რადაა ტრანსფორმირება და როგორ? პირველ რიგში მოგესალმები. მივესალმები შემაყურებელს და მსმენელს. ალბათ ამ კითხვას პასუხი გავცე, ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ისე ტერმინზე მივჟელოთ, როგორც არის ტრანსფორმაცია. იმიტომ რომ დავატრანსფორმირე ტრანსფორმაცია რა არის რა იყო? რა დაკვდა? ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ გონია, რომ შენ ალბათ ჩემ პოდკასტშიც არაერთხელ მოგისმენია, რომ მე საერთოდ სიტყვებს ვიღებ და სტუმრებთან ერთად ვარჩევ და როგორ ესმით ტრანსფორმაცია მაგაზე ვჟელობთ. ეხლა რადგან სტუმრის კანონზე ვზივარ, მე ვიმჟელებ პირველი სიამოვნებით დაგპატიჟებ მაგ ვჟელობაში შე როგორ გესმის და შეიძლება მაყურებელიც დავაფიქროთ ზოგადად ამ სიტყვაზე. იმიტომ რომ ტრანსფორმაცია დღეს არის ძალიან პოპულარული, ნელ-ნელა ძალიან გაპოპულარული და პოპკულტურის ნაწილი გახდა ტრანსფორმაცია, ისევე როგორც თერაპია. ანუ თერაპიაც გახდა და ტრანსფორმაციაც. და მნიშვნელოვანია, რომ შევიდეთ ტერმინში რა არის ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველას ერთნაირად გვესმის ეს ტერმინი. საერთოდ რა გვესმის ყველას ერთნაირად? და საერთოდ რა გვესმის ერთნაირად, კი. ჩემთვის პირადად ტრანსფორმაცია არის სიკვდილი და თავიდან დაბადება. და ამიტომ, როდესაც ესე უხვად იყენებენ ამ ტერმინს, არასოდეს არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ რეალურად ეს პროცესი განვლილი აქვთ. გაცნობიერება თავისთავად არ ქმნის ტრანსფორმაციას. გაცნობიერება არის გაცნობიერება. ანუ რაღაც ახა მომენტი რო გაქვს და რაღაცას აცნობიერებს საკუთარ თავზე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ძალიან აღმაფრთოვანებელია ეგ მომენტი, როცა რაღაცას აცნობიერებ შენ თავზე და მგონია საერთოდ ამისთვის მოვედით, რომ ჩვენ თავი გავაცნობიეროთ. იმის მიღვან რა დაგვასწავლეს, ვინ ვართ და როგორები ვართ და როგორები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა ჩანდეთ სამყაროში და ასე შემდეგ. რაც ყველა გადის ამ გზას. ტრანსფორმაცია არის ერთგვარი სისტემის ფეილი, ეგრე დავარქმევდი, სადაც მე რაღაცის მჯერა და ვოპერირებ იმ რწმენიდან გამომდინარე, რაც მაქვს და იმ რწმენაზე მაქვს დაშენებული ჩემი ქცევები, ჩვევები და რაღაცა მოლოდინებიც. და როდესაც ჩემი დაჯერება არ მუშაობს და არ იწვევს იმ შედეგს, რაც მინდა, მაქვს ორი გზა, ან დავიქრეშო თანამედროვე ენით რო ვთქვა, ან ვარწმუნო ჩემი თავი, რატო არა მაქვს ის, რაც არა მაქვს. უმეტესი ადამიანი მიდის მეორე გზით სინამდვილეში, ანუ ეგრეთ წოდებული გაправების გზით, რომ მე გავაправო, რატო არა მაქვს ის ურთიერთობა, რაც მინდა რომ მქონდეს, ან რატო არა მაქვს ის სამსახური, რაც მინდა რომ მქონდეს, რატო არ მოღვაწეობ იმ სფეროში, რაც მიზიდავს, ან რატო არა ვარ თუნდაც იმ პოზიციაზე ორგანიზაციაში, სადაც
ღრმად მჯერა რომ ვიმსახურებ ამ პოზიციას და ამ დროს მე ვერ მომჩნევენ ეს არის ის ამბავი რომელსაც მე ჩემ თავს უყვები ან შეიძლება უყვებოდი ამბავს რომ ამ კომპანიაში მარტო ნათესავებს აწინაურებენ ან მარტო ვინც ჩემ უფროს მოწონს და რაღაცეები აი ამ ისტორიების მოყოლაში რასაც გაправებას ვეძახი ამ ისტორიის მოყოლა საკუთარი თავისთვის და სხვისთვის არის გაправება ანუ იმისთვის რომ შევეგუო იმ რეალობას რომელშიც ვარ რომ ჩემზე არ იყოს და რაღაცა ჩემგან დამოუკიდებელ გარემოზე იყოს. ეგ არის ეგოს თავდაცვის სტრატეგია რომ თითი შიგნიდან გაიშვიროს გარეთ. რაც რაღაცა კუთხით რომ შევხედო ძალიან ჯანსაღია. ძალიან კომფორტულია. ძალიან კომფორტულია, ძალიან ჯანსაღია არ ავიღო პასუხისმგებლობა ჩემ თავზე და გადავაბრალო სხვას, ანუ მაგ შემთხვევაში ამ კუთხით რომ შევხედოთ სასარგებლო არის იმ კუთხით რომ მე ნაკლებ ტანჯვას განვიცდი მაგ მომენტში, იმიტომ რომ რეალობას თვალი რო გაუსწორო, მაშინ უნდა ვიტანჯო და დავდგე იმ რეალობის წინაშე რომ შესაძლებელი მაქვს ეგ და უმეტესი ადამიანი ხშირად ხვდება Facebook-ზე ეს რაღაცა მემე არის რომ აქეთ რიგი დგას და აქეთ ერთი კაცი ვიცი გახსოვს ეგრევე ხო და მოკლედ მაგას გულისხმობ რომ უმეტესი ადამიანი ამ გზას ირჩევს და არ გამჟი ანუ ეს უბრალოდ ფსიქიკის თავდაცვის გზა არის სადაც მე ვაბრალი გარემოს უფროს ქვეყანას მთავრობას სამშველობა აქვს ვიღაცას არა ჩემ თავს ამითი მე ვიშორებ პასუხისმგებლობას და რაღაცა კუთხით პოლობ მიზეზს რაც შეეხება ტრანსფორმაციას, ტრანსფორმაცია მოდის ალბათ, როდესაც გარემოება უკვე მძიმდება, მაგალითად მე ვდგები ფაქტის წინაშე რომ მიშვებენ სამსახურიდან. და უკვე ფაქტია, შემდგარია და მე ვერ ვცვლი ამას, ანუ ვერ ვარწმუნ რა შვებით ხავ ესეთ ძვირფას კადრს უშვებ სამსახურიდან. შეიძლება სასუწარკვეთილებაში ჩავარდე მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს მე ვდგები მწარე რეალობის წინაშე. და ეს მწარე რეალობა მახედებს სიმართლეში. ანუ რა მოხდა სინამდვილეში, მე შეიძლება ისევ ავირჩიო გზა რომ გადავაბრალო, ამათმა გენიოსი ვერ დაინახეს და ვერ დააფასეს. შეიძლება ეგ არჩევანი გავაკეთო, ან დავფიქრდე, კი, მაგრამ მე რა გავაკეთე ამ სიტუაციაში ისეთი, რომ ამათ ერჩევნად ჩემი გაშვება ჩემს დატოვებას. აი რაღაცა კუთხით ეს არჩევანი სულ არის. უბრალოდ ამ არჩევანში, რასაც ტრანსფორმაცია ქვია, შედის ორი კომპონენტი, რომელიც საკმაოდ დისკომფორტული, ასე ვიტყოდი. თვალის გასწორება სიმართლისთვის, პირველი, რომ ჩამოაშორო ყველაფერი და აიღო პასუხისმგებლობა სრულად, რომ რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება ეხლა სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა, ეგ მომენტია და მეორე განიცადო ტკივილი, რომელიც ამ პასუხისმგებლობას მოყვება, იმიტომ რომ თუ მე ვარ წყარო იმისა, რომ გამიშვეს სამსახურიდან, ესე იგი რაღაცა ხდება ჩემ შიგნით, რომლითაც მე ვერ ვარწმუნებ სხვა ადამიანებს შემღირებულებაში. და რატო ვერ ვარწმუნებ? უნარი მაკლია კომუნიკაცია მაკლია, ანუ უნარი მაქვს, მაგრამ კომუნიკაცია მაკლია, მოქმედებები მაკლია, შედეგები არ დგება. აი, როგორც კი მე ეს ფოკუსი შემოვიტანე, მე მიჩნდება შესაძლებლობა, რომ ობიექტურად განვიხილო, რას ვაკლებ. და ეს იწვევს უკვე ტრანსფორმაციას. ან ტრანსფორმაცია რაღაცა კუთხით არის ნგრევა იმ იმიჯის, რომ მე ვარ შეუცვლელი. ანუ მე ვარ კარგი ფასეული შეუცვლელი. მოდი ეგრე დავარქვათ ესე. პირობითად, ამაში ყველას თავისი აქვს, თავის ზეცართავის სახელები აქვს, მე ვარ პირობითად გამოვიყენე ეს სამი. და ამ მომენტში ნგრევა ხდება ამისა, რომ მე შეუცვლელი ვარ, იმიტომ თუ მიშვებენ სამსახურიდან, ესე იგი მცვლიან, ხო? ხო ეგრე, ესე იგი არ ყოფილვარ შეუცვლელი. თუ მიშვებენ სამსახურიდან, ესე იგი ნიშნავს, რომ არც ყოფილვარ ამათთვის ფასეული, ამათთვის ხას უსვავ. შეიძლება ამათთვის არ ვიყო ფასეული, მაგრამ სხვებისთვის ვიყო, მე მაგას არ გამოვრიცხავ. მაგრამ ამ ადამიანებთან მე ვერ მივიტანე ჩემი ფასეულობა. ვერ დავანახე რამდენად ფასეული ვარ ამ კომპანიისთვის, ამ კოლექტივისთვის, ამ კულტურისთვის, სხვა ნებისმიერ რაღაცის. ამიტომ ისევ და ისევ დავუბრუნდეთ, საიდან დავიწყეთ. ტრანსფორმაცია ერთგვარი ხელის გაშვება არის გადაბრალებისგან, პასუხისმგებლობის აღება არის და პასუხისმგებლობასთან ერთად იმ ტკივილის განცდა, რომელიც მოყვება რაღაცა ილუზიის ნგრევას. აი ესეთი ჩემი პირობითი განმარტება გავუკეთე ტრანსფორმაციას.
ეს არ არის ოფიციალური განმარტება, მაგრამ მე როგორ უყურებ ტრანსფორმაციას, ალბათ ეგ იქნება საინტერესო მაყურებლისთვის. ხო, რა თქმა უნდა. ეხლა თუ მაგ პრიზმაზე მომყვები, რამე ხო არ გეხმიანება სხვანაირად, რამე სხვა არ დამატებდი მაგასთან დაკავშირებით? არა, პრინციპში რაც თქვი, მეც ეგრე მეხმიანება, რომ ტრანსფორმაციის დასაწყისი რაღაც სტანდარტიდან ამოვარდნილი მოვლენა, რომელსაც რაღაც ისეთ გაცნობიერებამდე მიყავხარ, რომელიც შენთვის უსიამოვნო და მტკივნეულია. და გამომწვევიც ეგ არის. სხვანაირად ტრანსფორმაციის საჭიროებაც კი არ დგება. ადამიანები ისე იბადებიან და ისე კვდებიან, რომ ჩვენთვის უცნობ ტრანსფორმაციულ პროცესებს გადიან და არ არის რაღაცა ბობოქარი ხმამაღალი ან სიცოცხლე და სიკვდილთან გათანაბრებული. და აი ზუსტად ეს რაც შენახსენე, რომ სიკვდილი ვითარის, ზუსტად ხო, აქ მნიშვნელოვანია კიდე ერთი ტერმინი შემოვიტანოთ, ალბათ მაყურებლისთვის ცხადისთვის რო არსებობს სხვა ტერმინი, რომელიც ბიძაშვილი ამის, მაგრამ არ ნიშნავს ამას. მე ვეძახი ამას ევოლუციას. და ევოლუცია და ტრანსფორმაცია არ არის ერთი და იგივე. ჩვენი ეგო პერმანენტულად ევოლუციონირებს და პერმანენტულად იზრდება, ან ახალი ვერსიებს ქმნის თავის ხო თვითმკვებავი, თვითკვებადი, თვითგანვითარებადი ინსტრუმენტია, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცოდნას ირგებს თავის თავზე. ცოდნას გამოცდილებას უნარს მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ მოდი ესე შევხედოთ, ეგო ევოლუციონირებს ყოველთვის, ეს მუდმივი პროცესი არის. და შეიძლება ეგო ერთი ვერსია, ორი ვერსია, მესამე, მეოთხე, მეათე, მეასე იყოს. ტრანსფორმაცია განსხვავდება ევოლუციისგან. ტრანსფორმაცია იწვევს ნგრევას. და როდესაც ტრანსფორმაციას ასე უხვად იყენებენ როგორც ტერმინს, მე პირადად მიჩნდება განცდა, რომ გულისხმობენ ევოლუციას და ამბობენ ტრანსფორმაციას, არ არის ერთი და იგივე. მე ისეთი განცდაც მიჩნდება, რომ ნებისმიერ ცვლილებას ტრანსფორმაციას უწოდებენ. შეიძლება ცვლილება ევოლუციურიც არ იყოს. ანუ ევოლუცია ჩემთვის რაღაცა დონით განვითარებას ნიშნავს, ხო? არ აქვს მნიშვნელობა ეხლა საფუძველი რა აქვს გამრავლება თუ რა სხვა კიდევ რა სხვა ტიპის განვითარება, ცვლილება ყოველთვის განვითარებას არ ნიშნავს. ანუ ცვლილება შეიძლება ისეთი ჰორიზონტალური იყოს, გვაქვს რაღაც 1 და მერე გვაქვს რაღაც 2, მაგრამ ეს 1 და 2, აი როგორც 1, 2, 1, 3 ვერსია ტრანსფორმაციის შემთხვევაში ეგრე არ არის. ეს შეიძლება იყოს 1, 1, 2, 2, 3, 3, მაგრამ უბრალოდ ავიღეთ 1, ჩავანაცვლეთ რაღაცა მეორით. და არ არის ფაქტი, რომ ის მეორითიც ჩავანაცვლეთ, ისიც ასევე იმუშავებს. ამიტომ ჩემ შემთხვევაში თუ დავუბრუნდები ტერმინს ტრანსფორმაცია, მე აღმოჩნდი გარდაუვალი რეალობის წინაშე, თქო არ ვახსენე ტერმინი გარდაუვალი რეალობა. როგორიც იყო დაავადება და როგორიც იყო დაავადების პოსტ-ოპერაცია და პოსტ-ოპერაციული შედეგები, რასთანაც მქონდა საქმე, ანუ აღმოჩნდი იმ რეალობაში, სადაც ერთ დღეს გავიღვიძე სულ სხვა სხეულში. ანუ ვიზუალურად საშაკაცმანი იყო და სარკეშო ვიხედებოდი, არანაირი ერორი არ მემართებოდა, ისე მე ვიყავი. მაგრამ შეგრძნების დონეზე ჩემი სხეული ფუნდამენტურად შეიცვალა. შესაბამისად, მე დავდექი იმ გარდაუვალი რეალობის წინაშე, რომ ჩემ შეგრძნებებს, ჩემ სხეულს ახლებურად და იმ შეგრძნებებს, რომელსაც გრძნობ ამ სხეულში, იმ ახალ რეალობასთან მაქვს საქმე. ცოტა გადახტი მე მგონი ჩემს კითხვაზე, იმიტომ რომ პირველი ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაზე ვიკითხე, რომელიც საქართველოს ბანკში განახორციელე და მე როგორც მახსოვს ქრონოლოგიურად აი მაგ პროცესის და კარიერის პიკში უკვე მოვიდა ეს პიროვნული ტრანსფორმაცია, რომლის მიზეზიც იყო ის რაც სინამდვილეში პიროვნული ტრანსფორმაცია ჩემი დაიწყო უფრო ადრე. ანუ ჩემი პიროვნული ტრანსფორმაცია დაიწყო 2013-ში, როცა მოღვაწეობდი საქართველოს ბანკში. ეგ ემთხვევა მაგ პერიოდს, თუმცა ორგანიზაციული ტრანსფორმაცია როგორც პროცესი საქართველოს ბანკში ნელა დაიწყო, აი დაახლოებით მაგ პარალელურად დაიწყო რა, ანუ პარალელურად დაწყებული პროცესი არის. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ორგანიზაციული ტრანსფორმაცია უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ჩემი პიროვნული, ასე დავალაგე, ანუ როგორც პროცესის მე პატრონემ მასე ვიტყოდი. გადაწყვიტე რომ პარალელური იყო. გადაწყვიტე რომ პარალელური იყოს და ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ის იყო, რომ ორგანიზაციული და პიროვნული ტრანსფორმაცია ჩემ კონტექსტში იყო გადაჯაჭვული ერთმანეთზე.
და მჯერა, ღრმად მჯერა და დღესაც მჯერა, რომ თუ კომპანიაში მფლობელი ან CEO, ან მთავარი სპონსორები ვინც არიან ტრანსფორმაციის, არა ფინანსურ სპონსორობას გულისხმობ, არამედ გულისხმობ პროცესის სპონსორობას, ანუ ამ პროცესის სათავეში ყოფნას. ტრანსფორმაცია ვერ იბადება ორგანიზაციაში, თუ მთავარი წამყვანი პირი ვინც არის, იქნება ეს მფლობელი, CEO, გენერალური დირექტორი, ან ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ერთი და იგივე პიროვნება, თუ ეს ადამიანები არ არიან ჩართულები ტრანსფორმაციაში, ორგანიზაციული ტრანსფორმაცია განწირულია როგორც პროცესი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ორგანიზაცია ძალიან გავს ოჯახს. და სულ მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება 7,000 კაციანი კომპანია იყოს და მაინც ოჯახს გავდეს. რატო? იერარქიულია. ანუ იერარქია და არა იმიტომ რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ ეს არა რომ განმარტოთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ეგ ხო ეგ სხვა თემა არის საერთოდ ეს უფრო არის პრეტენზია იმაზე რომ ჩვენ ვართ ერთი ოჯახი არა მე გულისხმობ ავტორიტეტზე დაფუძნებულ იერარქიულ წყობას მაგას გულისხმობ ამიტომ ოჯახური სისტემა არის კლასიკური ადამიანური მოდი ასე ვთქვათ ქვეცნობიერი როდესაც ოჯახები ერთიანდებოდნენ ტომებად და ტომები ერთიანდებოდნენ მე რაღაცა თემებად და თემები სოფლებად და სოფლები ქალაქებად აი ეს გაერთიანება არის ამ ტიპის, რომელიც ჩვენ ქვეცნობიერად გვიდევს როგორც კოდი, იმიტომ დიდი ხანი ვიცხოვრეთ ამაში და საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ, ანუ ხო, ორგანიზაციული სინამდვილეში აი ტრაიბს რო ეძახიან, ხო, ტრაიბი რა არის ტრაიბი, ეგ არის ორგანიზაციული თემი. ანუ თემია ორგანიზაცია. რაღაც კუთხით რო შევხედოთ, როგორ მამაზათაც არ უნდა დავარქვათ სააქციო საზოგადოებაა, შეპსეა თუ რაღაცა სხვა იურიდიული ფორმა, შინაარსობრივად ორგანიზაციული ფსიქოლოგიიდან გამომდინარე რო შევხედოთ, ამ ჭრილში შევხედოთ, ორგანიზაცია არის ანუ ადამიანთა თემია, რომელიც გაერთიანებული არის რაღაცა გარკვეული იდეის, ან ბელადის, ან რაღაცას გარშემო და შესაბამისად ერთობლივად იბრძვის გადარჩენისთვის. კლასიკურად ეგრე არის. ცნობიერების ქვედა დონეზე ყველანი ვიბრძვით გადარჩენისთვის. ეგ არ ნიშნავს, რომ გადარჩენა არ ნიშნავს კეთილდღეობას და არ ნიშნავს დოვლათის გადანაწილებას. ჩვენ თუ გავიხსენებთ ისტორიულად, ეგრეც იყო ბელადი და მისი გარემოცვა საუკეთესოს იღებდნენ. პირველს და საუკეთესოს. რაც მორჩებოდა ინაწილებდა დანარჩენი. ხო და რა შეიცვალა? ხო და რა შეიცვალა? სხვათა შორის კოუჩინგის დროს, როდესაც ვეუბნები ხოლმე, რომ გადარჩენისთვის ბრძოლის მუდში ხარ, არ მოწონთ ხოლმე ეს. ნუ რა თქმა უნდა, ისედაც იმას ვეუბნები, ვისაც ეს უკვე ესმის და არა ნებისმიერ ადამიანს. არავის არ მოწონს ეს გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში ყოფნა, ხო? იმიტომ რომ ზუსტად იმ მასლოუს პირველ დონეს და იმ ძალიან არსებობისთვის ბრძოლა რეალურად საკვების ტერიტორიის გამრავლებისთვის ბრძოლას ნიშნავს და გგონია რადგან 21 საუკუნეში ვართ და უკვე ხელოვნური ინტელექტი არსებობს, რომ ჩვენ მანდ აღარ უნდა ვიყოთ წესით, მაგრამ რეალობა ეგეთია, რომ ვართ. მაგის დაკმაყოფილების გარეშე შემდეგ ეტაპზე გადასვლა უბრალოდ არ ხდება. ეგ ძალიან საინტერესო თეორია ზოგადად ორგანიზაციულ და კიდევ ქვეყნის კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ. ადამიანების გაერთიანება ხდება ცნობიერების ორ დონეზე. ეგოს ცნობიერების დონეზე და ცოტა სულიერ ცნობიერების დონეზე. რას გულისხმობ ამას? ანუ გაერთიანება ეგოს ცნობიერების დონეზე არის, რომ ჩვენ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გადავრჩეთ, ხო? და გამინაწილოთ ნადიმი თუ რაც არის. ეგ არის და ამისთვის აუცილებელია რომ რაღაცას ვებრძოლოთ, ანუ ყავდეს მტერი ან ჰიპოთეტური მტერი, რომელსაც როგორც საერთო მტრის ირგვლივაც გაერთიანების გადავარჩინა და ალბათ ეხა ბევრისთვის გასაგები იქნება ბევრი მესიჯი რომელიც ჟღერდება, იმიტომ ჩვენ ჭირდება ჰიპოთეტური მტერი ქვედა დონეზე ცნობიერების რომ გავერთიანდეთ ამ მტრის წინააღმდეგ და ეს არის ქვედა დონის ცნობიერების და ზედა დონის ცნობიერების არის მოდი გავერთიანდოთ რომ რაღაცა გავხადოთ უკეთესი. და იმისთვის რომ რაღაცა გავხადო უკეთესი, ეს სხვა ცნობიერება არის, ანუ მან უკვე მიკუთვნება არის, რომ ჩვენ უფრო მეც ნიშნავს ვიდრე ინდივიდუალური მე, ან როგორც მინიმუმ ბალანსში ამასთან
გულისხმობ აი თქვა მე ძალიან მიყვარს ნეშის თეორია, ხო, რატომ მიყვარს? იმიტომ რომ ამბობს ნეში, რომ არც ცალსახად კაპიტალიზმი და არც ცალსახად სოციალიზმი, ხო, რატო? იმიტომ რომ ნეში ამბობდა, რომ კოლექტიური სიკეთე და მიკუთვნება კოლექტიურ სიკეთესთან ისეთივე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, როგორც პიროვნული სიკეთე. და თუ პიროვნული დამაკმაყოფილებული არ აქვს ადამიანს, აქვს კი მას ამ მეორე დონეზე გადასვლის უნარი? არა. ეგრეთ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ, რომ იქ ბალანსი დგება და ბალანსის შედგენა იწყება ჯერ ინდივიდუალური სიკეთისგან. და მე ინდივიდუალური სიკეთე რო არის, მე კოლექტიური სიკეთე არის. მე ამის მჯერა, მე არ მგონი რომ ეგრეა კაცო, მაშინ სოციალიზმის თეორია რაზე იდგა? ზუსტად მაგაზე იდგა, რომ მოდი ყველა ვიყოთ ღარიბები ერთად. საბოლოო ჯამში, ხო? და ან კაპიტალიზმი უხეშად რო ვთქვათ, მოდი ყველანი გამდიდრეთ ინდივიდუალურად. ასე რომ შეხედო, არც ერთი უკიდურესობა და მეორეს უკიდურესობა არა. და საბოლოო ჯამში ადამიანი არის ერთის მხრივ ინდივიდი და მეორეს მხრივ არის სოციალური და კოლექტიური არსება. ამიტომ ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი პიროვნული კეთილდღეობა, როგორც ჯგუფური კეთილდღეობა. ანუ ეს სხვა რაღაცებს ანთებს ჩვენში. ანუ ერთი ანთებს რაღაცნაირად მე შევდექი, მე კარგი ვარ, მე წარმატებული ვარ, მე რეალიზებული ვარ, აი ამ განცდებს და მეორე რომ მე რაღაცის დიდის ნაწილი ვარ. აბა რისთვის დავდივართ ეგ მაშინ სტადიონებზე, კონცერტებზე და რაგბის თამაშებზე. იმიტომ მაგ ერთობის განცდა გვჭირდება. სპორტი მაგაში ძალიან გვეხმარება, მუსიკა ძალიან გვეხმარება, ანუ ბევრი სხვადასხვა რაღაცა გვეხმარება, რომ განვიცადოთ აი საერთო გაზიარებული ემოცია. რომ რაღაცა დიდი ერთობის ნაწილი ვარ. შესაბამისად, ეს ანთებს ისეთ უბნებს ჩვენში, რომელსაც ინდივიდუალური სიკეთე ვერ ანთებს. ანუ ეს სხვა უბნები არის რა. და აქედან გამომდინარე, მჯერა რომ ერთი საჭიროა და მეორე საჭიროა, თუმცა ორგანიზაცია გადის თავის განვითარების ეტაპებს და ვთქვათ, თუ ორგანიზაცია თავიდან იწყებს ოპერირებას როგორც სტარტაპი, პირობითად ვიზღი მას აუცილებლად ექნება კრიზის მენეჯერული აზროვნება. იმიტომ რომ სტარტაპს აქვს ლიმიტირებული რესურსები, ლიმიტირებული ფული, ლიმიტირებული ადამიანები. და სტარტაპი რო გადარჩეს, ჭირდება რომ იბრძოლოს და გადალახოს კრიზისი. ორგანიზაციას ხო ადამიანები ქმნიან და ორგანიზაციაც გარკვეულწილად იმ ადამიანურ ეტაპებს გადის რეაქტიულობიდან პროაქტიულობამდე. შესაბამისად, როდის არის ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ორგანიზაცია ხვდება, რომ რაც აქამდე მუშაობდა, ის აღარ მუშაობს და უნდა შეიცვალოს რაღაც. თორე ასე გაგრძელება შეუძლებელია. ეს ხო ადამიანის შემთხვევაშიც იგივეა, ყველაფერი კარგად რომ მქონდეს, ტრანსფორმაციის საჭიროება არ დადგებოდა, არ წარმოიშობოდა საერთოდ, მაგრამ სადღაც არის ის სიგნალი, რომელიც ყველაფერ დანარჩენ ხმაურს ახშობს, ხო? აი ეგ რა არის ეს სიგნალი შენთვის? ყველა ეტაპზე არის თავის მარკერები, ასე ვიტყოდი. მაგალითად, სტარტაპულ ეტაპზე არის, როდესაც მაგალითად ორგანიზაცია მართავს კრიზის მენეჯერული აზროვნებით და ხვდება, რომ ქაოტურ მართვას უნდა ჩაანაცვლოს მერე ურთიერთობაზე და ნდობაზე დაფუძნებული მართვა. რომ ეს ქაოსი აღარ მუშაობს. მაგალითად, როცა ურთიერთობები იწურება, რაღაცა მომენტში ურთიერთობებზე დაფუძნებული, ხო, ჩვენ მეკობრები ვართ, ყოველ საღამოს სადღაც მივდივართ, პატარა ოჯახური ტიპის კომპანიებს ვეძახი, ხო, ყოველ დღე რომ ლანჩზე ერთად დადიან კაფეში და რაღაცები. ეგეთი კომპანია რაღაცა მომენტში ხვდება, რომ სისტემების გარეშე ვეღარ მართავს და სიმპტომი არის, რომ ჭირდება სისტემა. მე დგება სისტემური კომპანია. მე სისტემური კომპანია ჯერ სისტემები არ უვარგა. დასახვეწია სისტემები და რაღაცა მომენტში, როცა სისტემები დაიხვეწა, ყველაფერი დაიხვეწა და იმ მომენტში ხდება ესეთი ნიშნების გამოჩენა, როგორიც არის აი რაღაცა კი სისტემები მუშაობს, კი ფულს შოულობთ, მაგრამ რაღაცა გვაკლია, რაღაც სიცარიელი არის და აი რა არის ეს სიცარიელი და რატომ აქვს სიცარიელი? ეგ ემართება საკმაოდ წარმატებულ ადამიანებსაც და კომპანიებსაც. თუმცა, აქ მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ტრანსფორმაცია, რომელსაც ცნობიერების მეოთხე დონე, ხო, ანუ პირველი დონე არის კრიზის მენეჯერული აზროვნება, მეორე დონე ორგანიზაციულ დონეებზე და ინდივიდუებსაც ზუსტად იგივე აქვს. ანუ ბრძოლა გადარჩენისთვის მეორე დონე არის ურთიერთობებზე დაფუძნებული დონე, სადაც აი ზუსტად ეს ოჯახური ტიპი და ჩვენ ერთი ოჯახი ვარ და რაღაცეები. მესამე დონე არის სისტემური. კომპანიამ ყველა ეს ეგრეთ წოდებული გეშტალტი უნდა დახუროს.
ანუ და ამას ექსტერნად ვერ გაივლი. არ შეგიძლია პირველი ვერ გადაახტები რა. შეგიძლია პირველი დონიდან მესამეზე გადახტე. გამორიცხულია ის მეორე დონე გასავლელი. მესამედან მეორეზე შეიძლება ჩამოსრიალდე, მაგრამ გადახტომით ვერ გადაახტები. COVID არის გადაახტები. მაგალითი, როცა ყველა ჩამოსრიალდი ცნობიერების პირველ დონეზე, როგორც ინდივიდუალურად, ისე ორგანიზაციების. ყველა ვიყავით, მაგიტომ ეძახი COVID-ს როგორც განოლებას. ანუ ნამდვილი რესტარტი თუ ნამდვილი გადატვირთვა ტერმინი, რომელსაც მე ვიყენებ, იყო COVID-ი. სხვა საკითხია ჩვენ რა ვისწავლეთ COVID-ის დროს. ეგ სხვა თემა არის და შეიძლება მაგაზე მე ცალკე ჩავწეროთ. COVID-ზე მგონია რომ ძალიან ცოტა პოდკასტი გაკეთდა, რა მოგვიტანა და რა ვისწავლეთ COVID-ზე. და საერთოდ მგონია რომ ძალიან კაი თემაა. და ბევრს მგონია რომ ეს პერიოდი საერთოდ ამოვარდნილი აქვს ცნობიერებიდან. აი თეთრი კურდღელი აქვს იმ ადგილას და თითქოს რომ არც იყო ეს COVID. მე ძალიან დამაკლდა მსჯელობა COVID-ზე. როგორც მოვლენაზე. და საერთოდ რა მოგვიტანა, როგორ გარდაქმნა სამყარო COVID-მა და რა ვისწავლეთ COVID-ზე. მე მაკლდა ეს კარგი ანალიზი ამისი. ყოველ შემთხვევაში ქართულენოვან სივრცეს გულისხმობდა, არა ხა გლობალურს. დავბრუნდები ტრანსფორმაციული აზროვნება, აი მაკედან ჩდება, სადაც უკვე ლიდერები დაახლოებით ხვდებიან, რომ არიან წარმატებულები, აღარც კლიენტების რაოდენობაში აღარ არის პრობლემა, აღარც გრადობაში აღარ არის პრობლემა, გაყიდვებიც არის, მარჟაც არის, მოგებაც არის, ყველაფერი არის, რაღაც არ არის. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი არ არის ორგანიზაციაში. თუმცა აქამდე ორგანიზაციაც კაი ხან შეიძლება არ მივიდეს. მე მაინც მჯერა იმისა, რომ ეს მარცვალი ტრანსფორმაციის მაინც ინდივიდუალურად ჩდება ლიდერებში. ანუ ლიდერები პირად პროცესებში, როცა იწყებენ თავის პირად პროცესებზე მუშაობას, მაშინ ამ პირადი პროცესიდან მიღებული ღირებულება მოაქვთ კომპანიაში და ამბობენ, იცი რა, ჩემთვის იმუშავა, იგი კომპანიისთვისაც იმუშავს, განსაკუთრებით გულისხმობ ფლობელებს და CEO-ებს. თუმცა ისე ვიმეორებ, ტრანსფორმაცია არ არის ადვილი პროცესი, ეს არის საკმაოდ ტკივნეული, საკმაოდ შრომატევადი და საკმაოდ ძალიან დიდი შესაძლებლობების პროცესია, მაგრამ ამ პროცესის დროს პირველი პერიოდი განსაკუთრებით, როდესაც ტრანსფორმაცია იწყება და იწყება ძველი სისტემების ნგრევა, დახლების შენება, ტრანსფორმაციას მიყავს კომპანია ქვემოთ. აი, დაახლოებით ესეთი მრუდია, ხო? ანუ მიდის ვარდნა. და ამ ვარდნას ძალიან ცოტა ინვესტორი თუ ფლობელი თუ მენეჯმენტი უძლებს მაგ პერიოდს. და ვიტყოდი ესე ზადნავენ ტრანსფორმაციიდან და უბრუნდებიან ისევე როგორც ადამიანები. იგივე როგორც ადამიანები. იმიტომ ისე კომპანია არის ადამიანებისგან შედგება. ახლა სხვა კომპანია ხა დანადგარები ხო ვერ იქნება და ვერც საწყობი და ვერც კომპიუტერული ტექნიკა, ხო? ამიტომ ადამიანი, როდესაც ანუ ერთი თემაა, რომ ტრანსფორმაციას არ აქვს მაღალი success rate, როგორც თავნო წარმატების სტატისტიკა. არ აქვს მაღალი. ანუ დაახლოებით 20-30%-იანი წარმატების ფაქტორი აქვს ტრანსფორმაციას. ანუ დანარჩენი ადამიანები, ვინც ტრანსფორმაციის ტერიტორიაზე შევლენ, ფეხს დაისველებენ, დაზადნავენ უკან. რა განასხვავებს იმ ადამიანებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ეს პროცესი, მათგან ვინც წარუმატებელია, სად ვერ გადადიან იმ ზღვას? ძალიან კაი კითხვა ეგ. მაგიტომ მიყვარს შენთან საუბარი. იცი რა, მე დავასახელებდი რამოდენიმეს. პირველს რომელსაც დავასახელებდი, რომელსაც ქვია არა ხარისხიანი სიკვდილი. მე ხო ვახსენე, რომ ტრანსფორმაცია არის ძველის ჩამოშლა. და ეს ჩამოშლა მტკივნეულია. და ამ ჩამოშლის დროს, აი როგორც კი აი შიშები, სიცხადის არ ქონა და არეული პროცესები, არეული, რავი, შეიძლება მარჟა აგერიოს, გაყიდვები ჩაგივარდეს, რაღაცები მოხდეს. და აი ამის არ გატანა ბოლომდე, ეგრე ვიტყოდი. უფრო რო დამიკონკრეტო. მე გულისხმობ, რომ ადამიანი შევიდა ტრანსფორმაციულ სივრცეში, მაგრამ მე ხო ვთქვი, რომ ტრანსფორმაცია სიკვდილი არის ძველის. და ეს სიკვდილი პროცესია რა, აცალო სივრცე უნდა მიცე იმისათვის, რომ სიკვდილი მოხდეს. ანუ ძველი უნდა მოკვდეს იმისათვის, რომ დაიბადოს ახალი, მაგას გულისხმობ. და არ აცლიან სიკვდილს.
თუ ეს პიროვნების შემთხვევაში, იმიტომ რომ ორ ჭრილში ვიხილავთ, ხო, პიროვნების და ორგანიზაციის. თუ პიროვნების ჭრილშიც არის ესეთი მომენტი, რომ იმ რაღაც მტკივნეულებს არ აცდის ბოლომდე ტკივილის სრულფასოვნად გავლას და თუ არ გამოიგლოვებს, აი ბოლომდე ჩამოვცქვნით თუ არ გამოიგლოვებს ამ ყველაფერს და ბოლომდე თუ არ დაასრულებს, იგივე ხდება კომპანიაში. ანუ რაღაცეები ნოხის ქვეშ არ უნდა შეყარო. კომპანიის კონტექსტში კიდევ უფრო რთულდება ეს, იმიტომ რომ ინდივიდუალური პროცესი მაინც ინდივიდუალური პროცესი, კოლექტიური პროცესი არის რთული. ბუნებრივია რომ თუ შეიძლება აღმოჩნდეს ეგეთი რაზ, რომ CEO-მა ამ ფლობელმა დაიწყოს ტრანსფორმაცია, სამი ნაბიჯი გადადგას და გაჩერდეს. და ამ დროს გუნდი რა შვება? და თქვას, რომ რა მე ჩემი ტრანსფორმაცია დავასრულე და აწის ის დანარჩენები დარჩნენ დასატრანსფორმირებელი. ეგეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს. და შესაბამისად, მაშინ ორგანიზაცია დარჩება სპონსორის და ლიდერის გარეშე და ლიდერის გარეშე პროცესი არ გეთდება. გამორიცხული. ანუ ლიდერმა რაღაცა კუთხით შეიძლება ცეცხლი და מחვილით მოუწიოს ამ პროცესის გავლა ბოლომდე და ესეთი რაღაცის გამოცხადება, რომ ვინც ამ ახალ მომავალში არ მოდის ჩვენთან ერთად უნდა დატოვოს კომპანია. ასეთ ნაბიჯებს ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია. ხო, ანუ ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, მისი მომავალი ამ კომპანიაში არ არის. აი ასეთ რადიკალურ ნაბიჯებსაც გულისხმობ. მე არ მოგბურა აუცილებელია რომ ნაბიჯები მოხდეს. მაგრამ როდესაც კრიტიკული მასა არ დაგროვდა ადამიანების, რომელიც სიახლისკენ მიისწრაფის და შეხო იცის ცნობილი ინოვაციური ის რო არის პროცენტული გადანაწილება, რომ 5%-იანი ინოვაციისთვის ღია, მე 40% არის მერყევი, მე 40% დაკეტილი და 15 რომელზეც საერთოდ არ განიხილავს არაფერს. ხო და წარმოიდგინე რომ შენ ტრანსფორმაციას რო იწყებ, აღტაცებული ადამიანები ყავს 5% სულ. ანუ თელი ამოცანა ტრანსფორმაციის სინამდვილეში არის ეს 5%, ის 40% რომელიც მოსდევს იმ 5%-ს, ისინი დააკონვერტირო. ანუ ვისაც მეტნაკლებად ღიაობა აქვს ცვლილებების და ტრანსფორმაციის კუთხით. შენ თუ ეგ დროზე ვერ მოასწარი, სინამდვილეში 5%-ით კომპანია არ ტრანსფორმირდება. იმიტომ რომ დანარჩენი თანამშრომლები ქვემოთ ჩამოქაჩავენ მაშინ, იმიტომ რომ ეს პროცესი აუცილებლად გამოიწვევს 40%-ში კი არა, რეალურად შეგვიძლია თქვა, თითქმის 60%-ს ორგანიზაციაში მაგის მზაობა არ აქვს. რომელსაც შეგუებული ჭირი ურჩევნია ნებისმიერ სიახლეს, ასე ვიტყოდი. ამიტომ ლიდერი, რომელიც მართავს, ნახე, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის პირველი, ანუ სწრაფი კონვერტაცია ნიშნავს სწრაფი სიკვდილი და სწრაფი დაბადება. ასე ვიტყოდი და არა გაწელვა ამ პროცესის. მეორე ფაქტორი არის ლიდერის ყოფნა პროცესში. ანუ ლიდერი ტრანსფორმაციის პირადი ჩართულობა კი არა, პირადი სპონსორობა ამ პროცესის. ლიდერი ნიშნავანი არის, რომ ლიდერი ისედაც მაგას ნიშნავს. ხო, ნუ იდეაში ეგრე ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს უამრავი მაგალითი, როდესაც ტრანსფორმაცია იწყება მკაფიო ლიდერის გარეშე და ეს პროცესი განწირულია. და ლიდერზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა მინდა, ანუ მეორე ფაქტორად დავასახელებდი ლიდერს. შეიძლება პირველ ფაქტორად უნდა ამესახელებინა სინამდვილეში, იმიტომ პრიორიტეტების ასე დავალაგებდი, ჯერ ლიდერი. და ლიდერზე ერთ რაღაცას ვიტყვი. ლიდერი პირად განვითარებაში საგრძნობლად უნდა უსწრებდეს კომპანიის განვითარებას. ანუ საგრძნობლად წინ უნდა იყოს თავის პიროვნულ განვითარებაში. იმიტომ თვითონ უნდა გახდეს ამის მაგალითი. ანუ თვითონ თუ არ გახდა ტრანსფორმაციის მაგალითი და ისევ დავუბრუნდეთ, რომ ორგანიზაცია მაინც ოჯახური ტიპის აზროვნება, ყველა მინუყურებს მამას. და მამა თუ არ აჩვენებს ახალ ქცევას, ახალ საუბარს, ახალ შეფასებებს, ახალ რავი აი მაგალითად მსჯელობა რომ მიმდინარეობს, ახალ მსჯელობებს, ახალ გადაწყვეტილებებს. მოკლედ თუ მამა არ აჩვენებს შვილებს თავის მოდელი თუ არ იქნება, ისე არაფერი არ გამოვა იქიდან. ამიტომ ლიდერი ტრანსფორმაციის შეიძლება ლიდერი რავი კომპანიამ 10 კონსულტანტი დაიქირავოს, მაგრამ ეგ არ უშველის. კონსულტანტები არ ეკეთებენ ტრანსფორმაციას, კონსულტანტები უწევენ კონსულტაციას. ტრანსფორმაციას აკეთებს თვითონ ორგანიზაცია. აქედან გამომდინარე ლიდერის ფაქტორი მოდი გადავანაცვლოთ, არის პირველი, ხო, პრიორიტეტების მიხედვით პირველი. პრიორიტეტების არის პირველი. ან ტრანსფორმაციას უნდა ყავდეს მკაფიო როუ მოდელი. ანუ უნდა ყავდეს ლიდერი, რომელიც არის ამ ტრანსფორმაციის მაგალითი ორგანიზაციისთვის. მეორე, სისწრაფე. ანუ გულისხმობ, რომ ცვლილების პროცესი არ შეიძლება, ანუ მე ესე ვიტყვი რა, ხო არის გამოთქმა, რომ
კუდის მოჭრა ეგრევე უნდა გააკეთო და არა კუდის წელვაო. მტკივნეული აქვს პროცესი, ამიტომ ის უნდა გააკეთეს სწრაფად. აი როგორც ხშირად ხდება მაგალითად ლეიოფების დროს არ შეიძლება ლეიოფის გაწევა. ანუ ლეიოფი უნდა დაიწყოს დილა საღამოს მორჩეს. და უნდა აბსოლუტურად გამოცხადდეს ეს პროცესი დასრულებულია. იმისათვის რომ მეტასტაზი არ წავიდეს ორგანიზაციაში. ხა შენ HR-ში ნამუშევარი ხარ და ძალიან კარგად იცი მე რაზე ვალაპარაკობ და სხვების გაგვიგებენ რას გულისხმობ. მტკივნეული პროცესი არ შეიძლება იყოს გაწელილი დროში. ის უნდა დაიწყოს რაღაცა წერტილში, რაღაც წერტილი უნდა მივიდეს და უნდა მივიდეს სწრაფად, ეფექტურად. იმიტომ რომ სხვანაირად გადაიზრდება ტკივილის ბუდეთ. და მე შეიძლება ადამიანები აჯანყდნენ რომ ბიჭო აქამდე რაც იყო ხუმუშაო. შეიძლება ტრანსფორმაციაც ვერ მოხდეს და უარესში დაბრუნდეს. უარესში აღმოჩნდეს კომპანია, კი, მაგის რისკი არის. და მესამე? და მესამე მე ვიტყოდი ეს არის კომუნიკაცია. ცალსახად, იმიტომ რომ ტრანსფორმაციის პროცესი როგორც ნებისმიერ რატო არის მენეჯმენტის თეორიაში, რომ change management ისწავლება ცალკე. და change მენეჯერები, ან ცვლილების მენეჯერები არიან ყველაზე დიდ დანაზღაურებადი მენეჯერები. და ცვლილება არის რთული, კომპლექსური, რთული პროცესი. ამიტომ M&A ან merger acquisitions, ანუ ეს შესყიდვების და შერწყმების თემაში ცვლილების მენეჯერები არიან ყველაზე ზვირადღირებული მენეჯერები ბაზარზე. ვერ ვიტყვი რა საქართველოში, მაინდა-მაინც, იმიტომ ჩვენ არა გვაქვს კულტურა ჯერ ჩამოყალიბებული, ამცხოვით შეიგრია. საერთაშორისო კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და უკვე ოპერირებენ, ეს პროცესები გამოიარეს, იმიტომ რომ აზროვნების ცვლილების გარეშე ეს მერჯინგი ისე სხვანაირად უბრალოდ ვერ ხორციელდება და განსაკუთრებით ადამიანური კაპიტალისთვის ეს არ არის ადვილი პროცესი, იმიტომ რომ როგორც ახსენე, პრაქტიკულად ყოველთვის ძველის მოჭრას საჭიროებს, იმიტომ რომ სისტემები, რომელიც მანამდე ოპერირებდა, არ იყო იმ ღირებულებებზე შექმნილი და დაფუძნებული, არც იმ ღირებულებების გარდა საოპერაციო იმ ახალი საოპერაციო სისტემისთვის არ აქვს მზაობა როგორც წესი. არც შესაბამისი რესურსები არ მოყვებათ, ამ რესურსებში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ადამიანურ soft და hard skills, ხო? ანუ ტექნიკური და ლიდერული უნარები, ესე პირობითად რო დავარქვათ. თუ ის ადამიანებიც პარალელურად ოჯახში თავის ტრანსფორმაციულ პროცესებს არ გადიან, გამორიცხულია მაშინ, რომ ისინი მოერგონ და უფრო მეტ ტოქსიურობას შეიტანენ იმ გარემოში. მესამე ფაქტორი კომუნიკაციას ვახსენე, არის ზუსტად კავშირში იმ ფაქტორთან, რომ 5% ვისაც ღიაობა აქვს ცვლილებისთვის და ის 40%-ის კონვერტაცია, საერთოდ ცვლილება საჭიროებს ძალიან მკაფიო სიცხადის შექმნას. ლიდერების მხრიდან, ანუ სად მივდივართ, როგორ მივდივართ, რა ნაბიჯებს ვდგავთ. იმიტომ რომ გვაქვს ძალიან მგრძნობიარე პროცესთან საქმე და თუ ლიდერი გაჩნია ორგანიზაციის სიდიდეს ახლა ხო, თუ არ ქმნიან სიცხადეს კომუნიკაციის ეფექტურ კომუნიკაციას გულისხმობ ხა ყველა კონტექსტში ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა რამეს ნიშნავს. გაჩნია ორგანიზაციის ზომას, წონას, გლობალური პრეზენცია აქ არა აქვს, ერთი ქვეყნის არის, იმიტომ სხვადასხვა სტრატეგიებია რადიკალურად. მაგრამ კომუნიკაცია უზრუნველყოფს სიცხადეს. და ცვლილების დროს სიცხადე ჩემი აზრით არის კრიტიკული ფაქტორი, აი ზუსტად იმ კონვერტაციის, რომ მეტმა ადამიანმა მოინდომოს ეს ცვლილება. მეტი ადამიანი შეუკავშირდეს იმ მომავალს, რომელიც ჯერ არ დამდგარა. და როგორ შეაკავშირებ ადამიანს, რომ იმ მომავალს, რომელიც ჯერ არ დამდგარა, მაგის ერთადერთი ხერხი არის კომუნიკაცია. სხვა ხერხი არ არსებობს. და კომუნიკაცია უკვე იმ ახალი ღირებულებებით, იმ მისიით და ღირებულებებით, რომელიც იმ რაღაც დიად ახალ მიზანს უკავშირდება. სხვა შემთხვევაში თუ ადამიანმა არ იცის, რას უნდა შეუკავშირდეს, როგორი კომუნიკაციაც არ უნდა მოხდეს მასთან, ანუ კომუნიკაციის თემას გულისხმობ ეხლა. თემებსაც შეხება შეიძლება იყოს ღირებულებებით, შეიძლება იყოს მისიაც, შეიძლება იყოს ახალი პროდუქტიც, შეიძლება იყოს ახალი ბიზნეს მოდელიც. ეს შეიძლება იყოს ძალიან ბევრი რაღაცა, რომელიც უკავშირდება ცვლილებას. აქედან გამომდინარე, ცვლილება არ არის თავისთავად კომფორტული პროცესი ადამიანისთვის.
არც ინდივიდის დონეზე, არც გუნდის დონეზე, არც კოლექტიურ დონეზე, მთლიანად კოლექტივი რო ვთქვა. არავისთვის კომფორტული არ არის, რა 5%-ს აქვს უბრალოდ ღიაობა. რა მაგარია, რაღაც ახავს ვქნით? მე 5%-ს მივეკუთვნები ზოგადად. ყველა კონტექსტში ეგრე ვიყავი, საქართველოს ბანკში, სარკეშიც და ყველგან. და იმაშიც ასაც ეხლა ვაკეთებ. მე ზოგადად დიდი ხარისხის ღიაობა მაქვს ცვლილების მიმართ. მაგიტომ ვიცვლი ამიტომ შევიცვალე მეოთხე პროფესია. მე რო ღიაობა არ მქონდეს 4 პროფესიას ხარ გამოვიცვლიდი. აქედან გამომდინარე, თუმცა ეს რაოდენობა ადამიანებისა ძალიან პატარა. და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის შემდეგი სეგმენტის კონვერტაცია პირველივე დღიდან. და ლიდერის რა განსაკუთრებულ უნარს გამოარჩევ თვითონ კომუნიკაციაში, რისი კომუნიკაცია უნდა მოახდინოს ცხადად იმისთვის, რომ ეს ნახტომი გააკეთოს, ანუ core თანამშრომლებიდან იმ high 5%-ზე, რომელიც უკვე ანთებულია. პირველ რიგში მე ვიტყოდი ეგეთ რაღაცას, რომ ჯესი სხვა ტიპის ლიდერები არსებობენ, ეგრეთ განზოგადებება ცოტა რთულია. არა, უნარს ვკითხულობ კონკრეტულად. აი, უნარებზე გეტყვი. ესეთი უნარები არის მაგალითად თუნდაც მომავლის ხედვის არტიკულაცია. ამ მომავლის ხედვაში ჩართულობა ადამიანების. ჩართვა. ანუ ეხლა ჩემს ტვინში რაღაცნაირად ყალიბდება ეს როგორც სიტყვა ქარიზმა. არის ესე თუ იცი რა, არ არის აუცილებლად იყოს ქარიზმა, არის ქარიზმატული ლიდერები, არიან არაქარიზმატული ლიდერები, რომელსაც აქვს უნარი, რომ ხედვა მიყიდოს ორგანიზაციას. ჩემთვის ქარიზმა კავშირში არის ენერგეტიკული არის, კი, ენერგეტიკული არის, რამდენად ადამიანს შეუძლია ენერგეტიკულ დონეზე დაიკავოს აუდიტორია. თუმცა არის უამრავი არაქარიზმატული ლიდერი, რომელიც ამ შვიდად და წყნარად მართავს თავის კომპანიას. თუმცა ქარიზმატიულებს ხედავთ ჩვენ ამ კლიპებში და მოგწონს სტივ ჯობსები და ელონ მასკები და ვიღაცა ტიპები, მოგწონს იმიტომ რომ ქარიზმა მოგწონს. მაგრამ უამრავი CEO არის წარმატებული, რომელსაც არ საჯარო გამოსვლები არ აქვს. არაფერი არ აქვს და ქარიზმა არ გააჩნია. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ წარმატებას არ ქმნის. თუმცა ჩვენ ადამიანი მე პირადად რო არ განვაზოგადებ, მე ქარიზმატული ლიდერები უფრო მომწონს. იმიტომ რომ მაინც კონტენტის მომხმარებელი ვარ და კონტენტი ქარიზმატული ლიდერებს სხვა აქვთ. ხო, ეს ენერგეტიკა, რომელსაც ასხივებენ, ან საკუთარ ხედვაზე როგორ ყვებიან და როგორ გინდება, როგორც ადამიანს შეეხვა მას. ხო, აი, ახლა რასაც ამბობ, ისე მიჟღერდება, როგორც შენ მით უმეტეს ახლა მარკეტინგიდან კონტენტის და ისტორია როგორ მოიტანო, როგორ შეფუთო ეს ყველაფერი, რეალობა შეფუთო, მე იმას არ ვამბობ, რომ ეს манипуляციის საფუძველი იყოს და რაღაც მოიტყუო, მაგრამ ისე ლამაზად წარმოაჩინო ის, რაც რეალობაა, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, ხელჩასაჭიდი, უფრო მიმზიდველი გახადო. ტრანსფორმაცია ჩავთვალოთ, რომ გავიგეთ რაში მდგომარეობს. შენ ტრანსფორმირე საქართველოს ბანკში, მას შემდეგ რაც გაყიდვებთან და მარკეტინგთან ერთად ადამიანური რესურსების გუნდი ჩვენ დაქვემდებარებაში გადმოვიდა, დაიწყე ამის ტრანსფორმაცია და ადამიანური კაპიტალიც როგორც ბანკში სფერო შესაბამისად შემოგთავაზი ამ ფორმით და უკვე დამკვიდრდა კიდევაც რისთვისაც პროფესიული მადლობა. აი რა გააკეთე? როგორ შექმენი საქართველოს ბანკში იგივე დამსაქმებლის ბრენდი და როგორ მოახდინე კომუნიკაცია თვითონ თანამშრომლებთან ამისი, რომ ჩვენ ეხლა აი შენ მაგალითზე რომ მოყვე ზუსტად ქარიზმატული ლიდერი იყავი, ინოვაციური, ვინ იყავი, რა გააკეთე? იცი რა, საქართველოს ბანკის ისტორია რომ მოყვე, ალბათ უნდა დავიწყო იქიდან, რომ ძალიან მაგარი კოლაბორაცია მქონდა საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორთან, იმ დროინდელთან, ირაკლი გილაურთან. მე მოგვიანებით გავხდი გენერალური დირექტორის მოადგილე. მაგრამ როცა დავიწყე როგორც ბრენდინგის და კომუნიკაციის და PR-ის გლობალური დირექტორი, ეგრე ერქვა ჩემ პოზიციას მაშინ,
თავიდანვე შევუდექი შევქმენი ეგეთი სამსახური, ოღონდ HR-თან ძალიან მჭიდროდ მუშაობდი. მადლობა თელ გუნდს, მათ შორის ნატო ბერიძესაც გავიხსენებ, ვინც HR-ი იყო მაგდროს საქართველოს ბანკის. ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდით, მე შევქმენი შიდა ჩართულობის სამსახური. ძალიან საინტერესო სამსახური იყო. ეგეთ ხედვა მქონდა. ანუ მე ვთქვი ეგეთი რაც. აგეთი ფილოსოფია და მგონია რომ გამოადგება. დღესაც გამოადგებათ კომპანიებს ეგ ფილოსოფია. მე ვთქვი, მოდი, ჩვენ ყავს 7000 ინსაიდერი. რომელსაც ყველაზე მეტად უჯერებს მოსახლეობა. ანუ რამდენიც კაცმანი არ უნდა გამოჩნდეს ტელევიზორში თუ ირაკლი გილაური თუ ლამაზი კლიპები, მაინც გამარჯობა ლამარა შენ საქართველოს ბანკში მუშაობ ვიცი და ღირს იქ დეპოზიტის გახსნა პირობითად იყო. ანუ ლამარა არის ბევრად უფრო სანდო წყარო, არა კონკრეტულ ლამარის მეტაფორას ვახსენებ. უფრო სანდო წყაროა ვიდრე საშა კაცმანიანს სარეკლამო კლიპი. ამიტომ თავიდანვე შექმნით ეგეთი ხედვა, რომ ბრენდი და მაგ დროს ბრენდზე მუშაობდით, ანუ საქართველოს ბანკის ბრენდის მოდიფიცირებას ვაკეთებდით, მაგ დროს ახალი დაპირების კუთხითაც ვიზუალური განახლებითაც, მაშინ იყო იგზენი მომავალი 9 წლიანი ეპოქა, თუ 10 წლიანი აღარ მახსოვს ზუსტად, როცა იგზენი მომავალი იყო საქართველოს ბანკის დაპირება 2010-დან 2019-მდე. და ამის ფარგლებში შევქმენით შორენა დარჩიაშვილთან ერთად შიდა ჩართულობის სამსახური. წინასწარი შეცნობით არ დავნიშნე PR-ი მანდ. იმიტომ რომ PR-ის აზროვნება ყოველთვის არის რისკებთან დაკავშირებული აზროვნება და ეს სამსახური ადრე იყო შიდა PR-ის სამსახური ერქვა. არანაირი შიდა PR-ი მეთქი. ეს უნდა იბაროს მარკეტინგს. მარკეტოლოგი PR-ის სპეციალისტისგან ისეთი განსხვავდება, მარკეტოლოგი ძალიან ბავშვს გავს. ან მარკეტოლოგი ძალიან გავს მარკეტერი, ქართულად მარკეტერი არის ძალიან გავს პატარა ბავშვს, რომელიც მე მისგან გავაკეთე. ცნობის მოყვარე და ესეთი ინოვატორი. ცოტა ისეთი და PR-ი ცოტა გავს იურისტებს აზროვნებით. რისკები აი ეს მოზომილმა თქვა, ასე თქვა, ისე თქვა, აი მაინც ესე არის. თუმცა ეხა თანამედროვე სამყაროში PR-ი და მარკეტინგი ისე აიზილა ერთმანეთში, რომ სადიწყება ერთი მასად თავდება, მეორე ვეღარ გაიგებ, მაგრამ მაშინ უფრო ისე იყო, უფრო გამოყოფილი იყო და სხვა არხები იყო, სხვა დრო იყო და ასე შემდეგ. და შიდა ჩართულობის სამსახური რას აკეთებდა, იცი? ეს მერე შემოვიდა NPS-ით გაზომვები და რაღაცები, მაგრამ შიდა ჩართულობის სამსახური იყო რეალურად ბრენდის ღირებულებებში დაპირებაში, რაც ბრენდის ატრიბუტები იყო საქართველოს ბანკის, რაც დავამოდიფიცირეთ. აი ამ 7000 ადამიანის მაქსიმალური გათავისება აი ამის ყველაფრის. რომ გარეთ რო გავას ალაპარაკოთ, გულწრფელად თქვას, არ იმიტომ რომ ვინმემ დაავალა, არამედ რწმენა გაუჩინო ადამიანს, რომ ეს მართლაც ღირებულია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და თუ თვითონ თანამშრომელს არ ჯერა ამისი შესაბამისად რას გაიტანს? ცალკე საკომუნიკაციო პლატფორმა, ინტრანეტი, რომელიც სრულად გადავაკეთეთ, რომელიც მომავალში დატრანსფორმირდა Facebook გვერდზე. ცალკე კონტენტი თანამშრომლებისთვის. მაგალითად, კლიპს რო იღებდა საქართველოს ბანკი, პრემიერა ხდებოდა ინტრანეტზე. ანუ თანამშრომელი გახადეთ პირველი მომხმარებელი. ყველაფერში გავხადეთ პირველი. მიცაც გეტყვი, თუ ქონდა კონკურსი რამე, ადრე კონკურსების ეპოქა იყო რა, რავი, ხოდები. Facebook-ზე რა სულ თამაშები, კონკურსები, ეგ პერიოდი იყო. კაი დრო იყო, მოკლედ ამის თქვა. ხოდა ეს კონკურსები რო ტარდებოდა, თანამშრომლებისთვის ტარდებოდა პარალელურად. ანუ თანამშრომელს ჩვენ უყურებდით როგორც სეგმენტს. ბრენდისთვის. და გამიზნულად საკმაოდ დიდ ხარჯს წევდა საქართველოს ბანკი, რომ თანამშრომლის ჩართულობა უზრუნველყო. ანუ არ იყო ეს იმიტომ ჩემი თანამშრომელია და იმიტომ რომ კონტრაქტი მაქვს ამასთან, არა. დაწყებული იმითი რომ გრადაცია გავაკეთეთ, ერთწლიან თანამშრომელი სხვა მესიძღებულობდა, 2 წელს რომ მუშაობდა, მისდიოდა ესე გავაკეთეთ სპეციალურ 5 წელი, 10 წელი, რასაც უკარი ონბორდინგის პროცესი შევცვალეთ მთლიანად, ოფბორდინგის პროცესი შევცვალეთ. ანუ საქართველოს ბანკის რიჩარდ ბრენსონი იყო. ფაქტიურად. მაგრამ კარგი იცი რა იყო, აი კოლაბორაციაში რას გულისხმობ, იცი როგორც სტივ ჯობსის დროს AV რო იყო, chief designer-ი რო იყო Apple-ის. და ყველა ამბობდა რომ თუ დიზაინერი ლაპარაკობს სტივ ჯობსი ლაპარაკობს. ხო გახსოვს ეგეთ გამოთქმა არსებობდა Apple-ში.
მეც მქონდა ეგ საქართველოს ბანკში იმიტომ გამომივიდა ანუ მე მქონდა უპირობო მხარდაჭერა CEO-ში და ყველა მიცოდა რომ თუ მე ვლაპარაკობ CEO ლაპარაკობს ამის უკან ანუ ეგ არის პალაჟენია დავარქვა თუ რა დავარქვა არ ვიცი ჟარგონი კი გამოვიყენე უფლებამოსილება მოკლედ მე მქონდა მაგიტო გამომდიოდა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მე რომ ბიუჯეტი მქონოდა შესაძლებლობა მქონოდა მაგრამ ეს ამ მქონოდა ეს ხარდაჭერა შესაბამისად გასაგებია ამიტომ ეგ ნაწილი ეს ანუ მე არაოფიციალურად რეალურად ნაწილობრივ ეს HR-ის უზარმაზარი ფუნქცია უკვე შეთავსებული მქონდა იმ მომენტიდან როცა საქართველოს ბანკში მივედი 2010-დან 2015 წლამდე და იმდენად წარმატებული кейსი გამოვიდა აქედან და იმდენად მოეწონა ბანკს რომ ტრანსფორმაცია მოხდა საკომუნიკაციო გუნდის ბიზნეს მიმართულებად რომელიც პროდუქტებს იგონებდა მულტიბრენდული სტრატეგია დადო უამრავი რაღაცა გააკეთა ანუ ტრანსფორმაცია საკომუნიკაციო დეპარტამენტის წარმოიდგინო იმიტომ რომ საქართველოს მარკეტინგი არ არის კლასიკურად 4P-ის მარკეტინგი კორტლერით ძალიან ცოტა მიცის 4P-ის მარკეტინგი ამ ქვეყანაში მეწილად უცხოელმა კომპანიებმა ჩამოიტანეს ეს აქ ლოკალურმა ბიზნესმა ეგ არის მეწილად და ეს ტრანსფორმაცია რომ რეკლამა გადამიღე და პრეს-რელიზი დამიწერე დეპარტამენტი აი ამის ტრანსფორმაცია რომ პროდუქტშიც არის ჩართული ფას წარმოებაში არის ჩართული არხებში არის ჩართული და ყველაფერში ჩართულია აი ამ ტრანსფორმაციამ მოიტანა შედეგი რომელიც გამოიწონა ბანკს ბანკი ფიქრობდა როგორ დაწინაურება როგორ გაეკეთებინა ჩემი და შესაბამისად მოიფიქრეს რომ რა ვიცი ამას ადამიანებთან მუშაობა მაგრა გამოდისო და მოდი HR-ით ჩავაბაროთ ანუ აი 15-ში ჩამაბარეს HR-ით და გავხდი ვიცე-პრეზიდენტი ბანკის მაშინ იმ წერტილში მიუხედავად იმისა რომ HR-ის ნაწილობრივ აი ეს ჩართულობაში და კომუნიკაცია ეგ ნაწილი ისედაც 2010-დან ისედაც უკვე ჩართული იყავი უბრალოდ ამას ფორმალური სახე-წესახი მიეცა სად დაგვხდა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რეზისტენტობა სად იყო ტრანსფორმაციის დროს კი თანამშრომლების მხრიდან ორგანიზაციულ კულტურაში მე მესმის რომ უფლებამოსილება ქონდა მაგრამ უფლებამოსილება და სხვისი ძალა მეორე მხრის მიმართ რომელიც ამის ქვეშ არის არ იქნებოდა ასეთი მარტივი ჩემი პირადი გამოცდილება იყო რომ როცა HR-ში დავინიშნე ანუ ორი მიმართულების კურატორი რო გავხდი მაგ მომენტში თვითონ HR-ს ქონდა სასწაული რეზისტენტობა და მიზეზი რა იყო მაგ რეზისტენტობის კულტურების სხვაობა იყო ან სუბკულტურების სხვაობა იყო მოდი ესე ვიტყვი და მე საერთოდ პოზიციონირებდი როგორც საკმაოდ როგორ თქვა პერფორმანსზე ორიენტირებული ლიდერი რომელსაც ყველაფერი უნდა გუშინწინ და აბსოლუტურად ორიენტირებული არის შედეგზე რანაცნობია ხო შესაბამისად ამ აზროვნებით რო შევედი HR-ისთვის სუბკულტურისთვის უცხო იყო ასეთი ლიდერის გამოჩენა შეიძლება HR-ისთვის ასევე გამოწვევა იყო მაშინ რომ კურაციაში HR იყო CEO-ს ქვეშ და ამ სტრუქტურაში deputy CEO-ს ქვეშ კურაციაში შევიდა. მიზეზი რაც არ უნდა ყოფილიყო ადამიანური ფაქტორი მაინტერესებს. შენი აზრით რა გაიფიქრა HR-მა მაგ დროს სანამ კომუნიკაციას მოახდენდით და სანამ დავაგდებოდით, ასე ვთქვათ, რომ ეხლა თანამშრომლების გაშვებას მოხდით, რა იყო ყველაზე დიდი ტკივილი? მე რომ მარკეტინგში გამოვედი 2010-ში სარკიდან, რომ გადავედი ზუსტად იგივე დამხვდა. ადამიანებს ქონდათ წარმოდგენა, რომ დაიჩაგრებოდნენ. რომ ამ ეს სულიერება იქნებოდა მაგათთვის ძალიან მტკივნეული. და დაიჩაგრენ? იცი რა, მე ალბათ მათ უნდა ვკითხოთ ეგ დაიჩაგრენ თუ არა, მაინც სუბიექტური ახმის ამბავია. მაგრამ ნახევარი დეპარტამენტი მე რო გადმოვედი საქართველოს ბანკში მარკეტინგში, თუნდაც ნახევარი დეპარტამენტი ადგა და წავიდა. სანამ ერთმანეთს კარგად გაიცნობდით. სანამ ერთმანეთს კარგად გავიცნობდით. და ადამიანურ რესურსებში რა მოხდა? ადამიანურ რესურსებში ხა ეგეთი რამე არ მომხდარა. თუმცა დიდი რეზისტენტობის თემა იყო. მე მგონია რომ აი ეს იმიჯი რომ ეს მე მახასიათებდა როგორც
ძალიან პერფორმანსზე ორიენტირებული საკმაოდ ესეთი კაცრი ლიდერი ვიყავი ეგ მაშინ სხვა პარადიგმაში ვწყე ძალიან რადიკალურად განსხვავებული ცნობიერება გიზის დღეს რაც 2015-ში ოპერირებდა საქართველოს ბანკში. თუ გუშინდელთან შედარებით განსხვავებული გვიშინს ამიტომ იმასთან გაცილებით დიდი. და მე წავიყვანე ოფსაიდზე მახსოვს HR-ი მთელი გუნდი ძალიან მაგლიერი ვარ ამ გუნდის უამრავი ფანტასტიკური ადამიანი მუშაობდა ჩვენთან ისევე როგორც მარკეტინგი საერთოდ საქართველოს ბანკი ძალიან ტკბილად მახსენდება გზიაშიად მიკეთებენ იმას რომ რაღაც ნოსტალგიურად ყვებიო ნოსტალგია მარტო საქართველოს ბანკის არა მაქვს მთლიანად იმ დროს ნოსტალგია მაქვს აი 10-დან რაღაცნაირად ისეთი პერიოდი იყო რა ძალიან პროდუქტიული პერიოდი იყო ჩემთვის პირადად მაგას გულისხმობ ხო და გავაკეთეთ ოფსაიდი, სადაც ახალი ხედვა გავაცანი, აი თუნდაც არტიკულაცია ლიდერისადკი, აი იქ წარვადგინე ადამიანური კაპიტალის ცნება, რას გულისხმობ ამ ცნებაში, გავაკეთეთ ბრეინშტორმინგი, თქვენ როგორ გესმინებათ ადამიანური კაპიტალი, მე რო შევთანხმდით ცნებაზე რა არის ადამიანური კაპიტალი, მე დავიწყეთ ფიქრი რა რეფორმები გჭირდება, რომ ადამიანური რესურსების მართვიდან ადამიანურ კაპიტალის შექმნაზე რო გადავსულიყავით, რა ტიპის რეფორმები უნდა ჩაგვეტარებინა. და ნუ აი სასწაული რაღაცები გავაკეთეთ იმ 3 წელიწადში, როცა მე აქტიურად ვიყავი ამას ჩართული, მათ შორის ტრეინინგ ცენტრის რეფორმირება სრულად, HR პროცესების გადახედვა თავიდან ბოლომდე, მათ შორის რეკრუტინგის პროცესის გადახედვა თავიდან ბოლომდე, ტალანტ მენეჯმენტ სისტემის აწყობა, კიბეების აწყობა, შეფასების ინსტრუმენტების გადახედვა, პირველი სოციალური ესე სოციალური ინტელიგენს ვეძახიდი, აი მაგალითად ვიცოდით ყველა უცხოური სტუდენტი ქართველი რო სწავლობდა უცხოეთში და არდადეგებზე ჩამოდიოდნენ და მაგათთვის რალების მოწყობა, კონტაქტების დამყარება, რომ გამარჯვებით ყველას ვიცნობდეთ, აი ამ ახალგაზრდებში და HR-ების ლანჩები ამ ადამიანებთან. სასწაული პროცესები გავაკეთე. ამოცანა იყო მარტივი. HR-დან თუ კადრების განყოფილებისგან არ მინდა რომ მიწყინონ, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში სად გადის იქ HR შორის და კადრების განყოფილება შორის ზღვარი არ ვიცი ხა მე ჩემთვის ერთია რა. აი ამისგან ბიზნეს განყოფილების შექმნა. და წარმოიდგინე HR-ები ერთად ვიჯექით და ფინანსისტები გვასწავლიდნენ ფინანსური რეპორტების საკითხვას. რასაც მე ახლა ვაკეთებ. მანუ ხიდს ვსვდებ ზუსტად მენეჯმენტსა და ლიდერობას შორის, სტრატეგიულ ლიდერობას შორის, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გადის ანალიტიკაზე. სუფთა, იმიტომ რომ მე მარტივ კითხვას გზა და მეთოდი არ არსებობს. თუ არ გავზომე, არ ვიცი. რას ვზომა უნდა ვიცოდე, ანუ მონაცემი უნდა მქონდეს, იმის მონაცემის მიღება უნდა ვიცოდე, წყაროს სანდოობა უნდა ვიცოდე, დამუშავების ფორმა უნდა ვიცოდე, ბიზნესში უნდა ვერკვეოდე. სხვანაირად ეს არაფერი არ გამოვა. ძალიან დიდი ნახტომი გააკეთე საქართველოს ბანკში, რომელიც პარალელურად კი არ მიდიოდა და პირიქით შენი პიროვნული ტრანსფორმაცია ამ ყველაფერს უსწრებდა. დაკვირდი რომ წიგნზე არ ვისაუბრებთ მეთქი, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესით და ცნობის მოყარეობით წავიკითხე და გამომდინარე იქიდან რომ უკვე წლებია გიცნობ და მეგობრობთ. მაგ ტრანსფორმაციის პროცესში ერთი მენიშნა ძალიან კომუნიკაცია ახსენე და როგორ შეცვალე შენი კომუნიკაციის სტილი. იქ რომ ერთ დღეს შეხვედრაზე რომ შეხვედი, ნაცვლად იმისა რომ შენ დაგეწყოს საუბარი, უთხარი გისმენთ. და მახსოვს მეცინებოდა რომ წავიკითხე, რომ პირველი შეხვედრები ესეთი ძაბული დუმილი იყო, იმიტომ რომ აი ამის მიჩვევას, რომ ადამიანი დუმილიდან აზროვნებაზე და საკუთარი აზრის გახმოვანებაზე და კომუნიკაციაზე როგორ უნდა გადავიდეს, არ არის ადვილი და არ არის მარტივი. როგორ მოახდინე ამ პროცესის ფასილიტაცია, იმიტომ რომ გამიჩნდა რომ თლათ ჩარევის გარეშე და მიმანიშნებელი კითხვების გარეშე არც ის დუმილი შეიძლება დარღვეულიყო. აი რა იყო ის პირველი ყინულმჭრელი, რამ გაალყო ეს ყინული პირველმა? იცი რა, სინამდვილეში ეგ იყო საკუთარი როლის გადაფასება საკუთარ თავშივე. ანუ ეგ იყო გამთლიანება, რომ მე და ჩვენზე გადახვედი მანდ?
რა არის იცი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მე მაგას კარგად ახსნე, იმიტომ რომ მგონია რომ ბევრისთვის შეიძლება გამოსადეგი იყოს როგორც მაგალითი რა ცვლილება უნდა მოხდეს აზროვნებაში, რომ ადამიანი გავიდეს ნამდვილ ტრანსფორმაციას, იმიტომ რომ შენ რო გახდე ლიდერი, ანუ მწვრთნელი, მეტაფორა რო გამოვიყენო სპორტიდან, შენში აუცილებლად უნდა მოკვდეს მენეჯერი. და ისევ მენეჯერიც, მიკრომენეჯერიც და ყველანაირი მენეჯერიც. ეგ არ ნიშნავს, რომ შენ მენეჯერო უნარებს კარგავ. არავინ არ ლაპარაკობს, აქ იდენტობაზე ვლაპარაკობ. ანუ შენში უნდა მოკვდეს მოთამაშე იმისთვის, რომ დაიბადოს წვრთნელი. და მოთამაშეს სიკვდილი, როგორც ნებისმიერი სიკვდილი, არ არის სასიამოვნო პროცესი. დავაზუსტებ. აქედან გამომდინარე, როგორც მოთამაშე ხვდება ფეხბურთში დარწმუნებული, რომ ზიდანისთვისაც არ იყო ადვილი გადაწყობა 5 წელი დაჭირდა და რეალში რო გამოვიდა მწვრთნელად, მეორე მწვრთნელად შემოვიდა ჯერ სცენაზე. ანუ მეორე ზიდანი ხარ. ხვდები? ალბათ ტროფეი არ დარჩა სამყაროში, რომ ზიდანს არ მოუგია როგორც მოთამაშეს. შენ წარმოიდგინე რა ეგოს ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს, რომ მოკვდეს ზიდანი როგორც მოთამაშე და გაჩნდეს ზიდანი როგორც მეორე ტრენერი, როგორც მეორე წვრთნელი. ხო და დაახლოებით იგივეა, რაც მე გავიარე. აი ეს მომენტი, რომ აი სიბრჭყვიალე და აი ხა მე გამოვაგორებ და ეხა მე მაგარ იდეას დავდებ. მორჩა საშა, შენ აღარ დებ იდეებს. შენ ქმნი გარემოს, სადაც ხვები დებენ იდეებს, შენ საქმე ეგ არის. და შენ ამ იდეებს აღნიშნავ როგორც საკუთარს. აი ეს არის იმ ხელ, აი თელ ტრანსფორმაცია მოგიყევი, ხა მეტი არაფერი არის, დანარჩენი ტექნიკებია. ან დანარჩენი ტექნიკებია, რაც გავაკეთე. მაგრამ იდეის დონეზე რომ მოგიყვე, იმიტომ რომ ეს იდენტობა, რომ მე იმდენად შემოქმედი და კრეატიული ტიპი ვარ, იმდენად მაგარი იდეები მაქვს და იმდენად მაგარი ამბიციები მაქვს და ამბიციური იდეები მაქვს და მაგარი პროექტები გამიკეთებია, აი ამ ნაწილის სიკვდილი. და მე ოკეი, მე იდეები აღარ მაქვს, არა. რა უნდა ვქნა? შექმნა გარემო, რომელიც ბადებს იდეებს. და როგორ უნდა შექმნა გარემო? მე ხო არ ვიცი გარემოში, მე ვიცი იდეების დადება. მე ვიცი იდეების დადება და მაგარი შემსრულებლების აყვანა. აი გვიცი. ანუ მე მაქვს მაგარი იდეები, მე და ბირმანი ვიკრიბებოდი და ამ იდეებს ვდებდით ერთად. ცოტაშიც ერთ-ერთი ტრანსფორმაციის პროცესი იყო ბირმანის გადაყვანა ელექტრონული არხების დირექტორად. ანუ მე ჩემი კომფორტის ზონა ასე მოვარღვია. ანუ ბირმანი დავაწინაურეთ, გამოიცალე მარჯვენა ხელი. გამოვიცალე მარჯვენა ხელი. ანუ ჩემი დიდოსტატმა მარჯვენა თვითონ მოიჭრა. ადელის პარტნიორი გამიქრა რა, დავაზუსტებ. ანუ ვისთანაც ერთად იდეებს ვიგონებდი, ისიც ჩამომიშორე, მისი კარგისთვის, იმიტომ სინამდვილეში ის დაწინაურდა და მართლაც იმ საქმეს მოკიდა ხელი, რომელიც უყვარდა, გამოზდიოდა და მე მგონია, რომ დღეს საქართველოს ბანკის დღევანდელი წარმატება, დღეს რაც აქვს საქართველოს ბანკს, რომ საუკეთესო ციფრული ბანკის სტატუსი იღებს, ამის ფულზე ჩაიყარა ბირმანის გადაყვანით. და იმ ციფრული არხების დეპარტამენტის შექმნით, რომელიც ახალი შექმნილი დეპარტამენტი იყო. ადრე საქართველოს ბანკს ციფრული არხები გაუთსორსინგზე ქონდა უცხოელებს. საშ, ეს გადატვირთვა გავიგეთ, არც გამთლიანება და არც გადატვირთვა, რომელიც ხოთაშორის შენი საავტორო პროგრამაა და ინდივიდებს არა ჯგუფურად ეხმარებია, ასე ვთქვათ, ადამიანებს და ზუსტად მაგ ინდივიდებს სივრცეს უქმნი ტრანსფორმაციისთვის, ეკოლოგიურ გარემოს უქმნი ტრანსფორმაციისთვის. ეს როდესაც ბანკში დაიწყე, აი ეს რესტარტ ღილაკი სად იყო? აი ეს გამშვები სიტყვა მათთვის რა იყო? შენ გასაგებია, რომ მოგიწია აი ამ ტრანსფორმაციულ პროცესში საკუთარ თავს უთხარი, რომ მე ხა ჩემს ეგოს ჩავაჩოჩებ, მოვკლავ და ვეტყვი, რომ ამბიციური, კრეატიული და დიდი იდეების დამდები დიადი, საშა და მარკეტინგის გურუ ეხლა იჯდება
და მოგისმენთ, მაგრამ აი პირი როგორ გააღეს ამას გეკითხები. იმიტომ რომ არც შენი როგორც ავტორიტეტის როლი მათ პატარა არ იქნებოდა. არ ქონდათ ის მომენტი, რომ საშასთან ეხა მე რა იდეაც არ უნდა ვთქვა. მე საერთოდ ვიტყვი, რომ მე მჯერა რომ ადამიანებს თავიდან გადაობა ეგონათ. ანუ რაღაცა წიგნს მორიგი კრეატიული მორიგი ხრიკია გავას კრეატიული მოფიქრებულია. არავინ არ მიიღო თავიდან სერიოზულად დაწმუნებული. ანუ ყველას ეგონა რომ ცოტა ხოიც წამოუარა და გადაულის ამბავი იყო რა. მაგრამ სინამდვილეში მოხდა ეგეთი რაღაცა, იცი? სინამდვილეში მართლაც მოხდა ის, რომ მე გამოვაცხადე, რომ აწი ამას ვემსახურები და მე ნელ-ნელა დავიწყე გარემოს შექმნა. რას შევს გარემოს შექმნა? ეს არის სრულად job description-ების გადახედვა. მათ შორის მაგალითად დეპარტამენტების უფროსები ვინც ყავდა ბიზნეს მიმართულებაში, მათთვის სრულად job description-ის გადაწერა, KPI-ების გადახედვა, მათი ბონუსირების სისტემის ცვლილება, ანუ სისტემურ ცვლილებებს მოითხოვდა ეგ. ეგ არ იყო მარტო ქარიზმატულად ხედვის წარდგენა, ეს იყო სისტემის მორგება იმ ხედვაზე, რაც წარვადგინე. და ხედვა იყო ეგეთი, თითოეული თქვენთაგანი პასუხისმგებელი არის საკუთარი ბიზნეს მიმართულების განვითარებაზე. და მერე ამის თარგმნა სისტემებში. ანუ თარგმნა გავაკეთე დროზე, რას ნიშნავს, რომ ადამიანმა გაიგო რა KPI-ები აქვს, როგორ მოხდება შეფასება, როგორ მოხდება მისი დაბონუსება თუ ბონუსირება, აი ეს ყველაფერი სწრაფი გადასხმა სისტემებში და მხარდაჭერის რაღაცნაირი სისტემის შექმნა, რომ ადამიანს, ზოგ ადამიანს უნარი აკლდა, ზოგს თეორიული ცოდნა აკლდა, მაგალითად უამრავი ადამიანი დეპარტამენტის უფროსები გაუშვი MBA-ზე, ბანკმა დაუფინანსა. რატო? ნახე, შენ ბიზნეს განვითარებაზე უნდა იფიქროთ, ბიზნესი თუ არ გესმის. რას ავითარებ? ამიტომ უამრავი ადამიანის განვითარების გეგმები შეიქმნა. ვიღაცას კომუნიკაციის უნარი აკლდა, ვიღაცას ბიზნეს საბაზისო განათლება აკლდა, ვის რა აკლდა. მოკლედ, ამის ყველაფრის სწრაფი იდენტიფიცირება, სწრაფი გადაყვანა გეგმებში, პერმანენტული კომუნიკაცია რა გიჭირს, აბა რაში დაგეხმარო, გვერდში როგორ დაგიდგე. ეს იყო მთელი ჩემი დღე. რა გიჭირს, როგორ ხარ, ხო კარგად ხარ, ხო ნათელია, აი გუში რო გავიარეთ, ხო გაიგე, ნათელი არის შენთვის როგორ გააკეთო. აი ამის მოკითხვა, გადაჩეკება, მხარდაჭერა, არ ჩართვა. ძალიან მნიშვნელოვანი, ხელები ხო გეფხანება, ის მოთამაშე ხო ერთ დღეში ხო არ კვდება შენში. და ქონდა ისეთი მომენტი, როცა გიფიქრია, რომ აი ამას ეხა მე როგორ სხვანაირად ვიზამდი და ვიტყოდი. ამდენიც კი. და აი როგორ გადალახე ეგ? იცი რა, ეს არ ვიცი ხა მაყურებელს როგორ მოესმინება, მაგრამ აი ეს ხანდახან იცი სადამდე დადის, სადღაც პრივატულ გარემოში ერთთან ამ იდეის დაგდება და აი ამ იდეაზე ownership-ის დათმობა. რო არ იყოს ისევ შენი იდეა. ასეთიც კი გამიკეთებია. და როგორ გრძნობ ხა მაგას რო ამბობ თავს? იცი რა, ან მაშინ როგორ გრძნობდი, როცა ეგ მე მგონია რომ ეგ მომენტი იყო, რომ მე არ ვაფასებ ამას манипуляციად. მე ღიად მithქვი ადამიანისთვის, რომ აი ესეთი რაღაცას ხედავ. მაგრამ არ მინდა ეს გავიტანო, იმიტომ თქვენი პასუხისმგებლობაა და თუ მოგწონთ გაიტანეთ. ანუ როცა არ მოგწონებია, სწორად გავიგე, რაღაც არ მოგწონებია და არა, მოგწონებია ჯაჯმენტში ყოველთვის ღია ვიყავ. ანუ შეფასებებში მე არასოდეს პოლიტიკას არ ვთამაშობდი. თუ იდეა არ მომწონდა, მიმობდი რომ არ მომწონს და უკეთესი მოვიფიქროთ. მაგნაცილს არ გულისხმობ. აი ჩემი იდეის რო გეფხანება რომ შენ იდეა გამოაგდო მაგიდასთან, მაგას გულისხმობ. და ისევ არ შემოყვანა მოედანზე იმ საშაკაცმაინს, რომელიც მაგარი იდეებს იგონებს. დღეს რომ დაბრუნდე, ბიზნეს გარემო კიდევ უფრო კონკურენტულია, უფრო მეტ პერფორმანს მოითხოვს. რაღაცა მსად შესრულებად ვერ ვთარგმნი ამ სიტყვას. ხო, არ ითარგმნა. მაგაზე ცალკე თოქი მქონდა, რატო არ ითარგმნება პერფორმანსი ქართულად. კიდევ უფრო მეტი სიჩქარეა საჭირო. და ადამიანებიც უფრო დასტრესილები არიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო. და მიუხედავად იმისა, რომ ეს
ზოგადი თანამშრომლების კარგად ყოფნის პროგრამები, აქაც well-being-ი არ მინდა გამოვიყენო, მაგრამ მაინც ისევ მენეჯმენტიდან ლიდერობაზე გადართვა და მე ერთხელ ესეც ახსენე, რომ რაღაც ლიდერობიდან ისევ მენეჯმენტისკენ ვრუნდებით, მე მგონი, იმიტომ რომ ეს პროგრამებიც იკლებსო. მაგრამ ახლა ამაზე ვერც მოვასწრებთ, ამაზე საუბარს ეს კიდე გრძელი საუბარია. რომ დაბრუნდე. დაბრუნდისად? რომელ წერტილში დაბრუნდი? იმ დიდ ბიზნეს სამყაროში რომ დაბრუნდე კორპორატიულ. საიდან წამოვედი უკვე მე-6 წელია. კი, სხვა კონტექსტში, შეიძლება სხვა ბანკში, არ აქვს მნიშვნელობა. თქვი რომ ძალიან დიდი პერიოდი გაიარე მას შემდეგ, დიდი შინაგანი ეს ძალიან დიდი ტრანსფორმაციული გზა გაიარე. ახლა ამ გადასახედიდან როგორი ლიდერი იქნებოდი? რას შეცვლიდი? იცი რა, მე უყურებ ეგრე, რომ ერთადერთი თუ მიფიქრია მაგაზე, რომ ალბათ მხოლოდ ისეთ დაკვეთას დავთანხმდებოდი, სადაც არსებობს ტრანსფორმაციის დიდი პოტენციალი და სადაც არის ალბათ shareholder-ის, ანუ მე პატრონის დიდი მზაობა, რომ ეს პროცესი მართოს თავის კომპანიაში. და მზაობა, რომ ამის დელეგირება გააკეთოს CEO-ზე. მე ვერ წარმოვიდგენია სხვანაირად ამის გაკეთება. თუმცა პირდაპირ გეტყვი, რომ ეგეთი საკონსულტაციო პროექტები შემოსვლია და მქონია და მიკეთებია კიდევაც. თუმცა აი shareholder-ის მხრიდან რომ მოდი CEO გახდი და ეს მართე ეს პროცესი, ეგეთი ოფერი არ ყოფილა. და რომ მიფიქრია ეგეთ რაღაცას. ვიტყოდი ეგეთ რაღაცას, რომ და რატომ მიფიქრია, იცი? იმიტომ რომ კონსულტანტობას აქვს მაინც მე აზროვნებით მაინც არა ვარ კონსულტანტი. უფრო მეტად განვიცდი კომპანიის პერფორმანს, ვიდრე კონსულტანტს წესით ჩემი აზრით ნახებოდეს. კონსულტანტის სიჯანსაღე ჩემი აზრით თუნდაც იმაში არის, რომ მე გირჩიე და შენ იქ წაიღერჩევა თუ არ წაიღერჩევა, რაღაც კუთხის შენი პასუხისმგებლობაა. და მგონია რომ კონსულტანტის აზროვნება მან თავდება. მე რომ კონსულტანტი ძირითადად რო შეხედო კონსულტანტი რო დაინიშნოს წამყვან პოზიციაზე, არ არის ამის 100%-იანი გარანტია, რომ თვითონ გაამართლებს როგორც ახსრულებელი. აი ჩემი აზრით ანუ შენ იმას მეუბნები ახლა რომ მაინც უფრო დუერ ტიპად დარჩი და შინაგანად აღმასრულებელია შენში, ვიდრე მარტო კრეატიული, რომელიც მეგირჩიეთ იდეა მოგიტანე და გიდე, ამას მეუბნები? ანუ შენ აღმასრულებელი ტიპის ლიდერი იქნები. მე მაინც ჩემთვის დარჩა არ შეცვლილა მაგაში. არის რაღაცები რაც არ შეცვლილა. ანუ ეგოს ეგ ნაწილი არ გაგიშვია. უფრო იცი როგორი ნაწილია ჩემში, როგორ ვაკეთებ ამას. ხო და როგორ? აი ლიდერის რომელ უნარს ნახე რას ვამბობ, რომ ვაკეთებ არ შეცვლილა. როგორ ვაკეთებ შეიცვალა და ეგ როგორ შეიცვალა. ხო და ვაკეთებ ნიშნავენია, რომ მე როგორც კონსულტანტი მაგალითად ოთახში რო ვიყავი და რაღაცაზე რო შევთანხმდებოდით ოთახში და შეფასდებოდა რაღაც იდეა, როგორც კაი იდეა და ეს იდეა გადიოდა თვეები და არ იმპლემენტერდებოდა, ძალიან ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ ამაზე არანაირი რეაქცია არ მქონოდა. და მე თქვა, რომ რავი, კომპანიის პასუხისმგებლობაა ეგ და აი მე როგორც კონსულტანტმა მივიღე მონაწილეობა, კაი რჩევა მოგეცი, მაგრამ კომპანიის მენეჯმენტის პასუხისმგებლობა ამ რჩევის აღსრულება რა. კონსულტანტი ვერ ჩაერევა აღსრულების პროცესში. ეს არ არის მისი საქმე, არ არის მისი job description-ის ნაწილი. ამიტომ მე უფრო ვარ ადამიანი, შევთანხმდით მაგარი იდეა, შევთანხმდით და გაკეთეთ. ეგ ტიპი ვარ. მაინც გაკეთება, რავი, ჩემთვის ყველაფერში ეგრეა. ყველანაირ გინდა საქმიან სფეროში, გინდა მეგობრობაში, გინდა პირადში. სიტყვა და საქმე ჩემთვის ერთად არის. მნიშვნელოვანი. ითქვა არ გაკეთდა, გაკეთდა და არ ითქვა. ეს ხო გამთლიანებამდეც ეგრე იყო.
კი, ალბათ ეგრე იყო, მაგრამ ადრე ცოტა უკეთესად მინდა ხელი მოვკიდო სხვაობას. გამარტივია. ჩემთვის ადრე მოდი დღევანდელ გადმოსახინე ადვილია რეტროსპექტივად მსჯელობა რა. ხა? აი, ჩემთვის მე მივხვდი თავა რაღაცას, რომ წარმატება, როგორც ეგეთი და ყველა წარმატების ატრიბუტი იქნება ეს აღიარება, ძალაუფლება, ფული თუ ნებისმიერი სხვა რა, მე რაც ეგოსთვის უმაღლესი, როგორ თქვა, სასურველი მიზნებია. თვითონ ეგ მოვლენები არის ნეიტრალური. ანუ ცალსახად ფული არც კარგი არც ცუდი, არც წარმატება ინსტრუმენტია. ამიტომ მე მივხვდი თავ რაღაცას, რომ რა წერტილიდან, რა სივრციდან ქმნინ წარმატებას, იგაა ყველაზე მნიშვნელოვანი. განა წარმატებაში არის რაღაც, არამედ სივრცე რომლიდანაც შენ ამ წარმატებას ქმნი. განზრახვა რა გაქვს ამ წარმატების შექმნის. ამიტომ გეტყვი ეგეთ რაღაცას. ადრე ჩემთვის წარმატება იყო წარმატებიდან უხვად შემიქმნია წარმატება და ამაზე ბევრი ისტორია მაქვს მოყოლილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმატში სხვადასხვა საქმიანობაში მათ შორის დღეს როგორ გავაკეთო წარმატებული პოდკასტი სიტყვაზე გეუბნები ხო ადრე წარმატება იყო ჩემთვის მტკიცება რომ მე საკმარისი ვარ ვიმსახურებ ყურადღებას აღიარებას და სიყვარულს და მომეცით ბატონო ჩემო. და მომეცით, იმიტომ რომ დევიმსახურებ. და ახლა? ეხლა ჩემთვის და ამას ყველაფერს ქონდა თავისი კუნთები, როგორ ვაკეთებდი. ეხლა მე ვცდილობ იმ სივრციდან, სადაც მაქვს სიყვარული და სისავსე, საკუთარი თავის მიმართ, არანაირი მტკიცების, არც სურვილი არა მაქვს. არც მიზანი არა მაქვს, არაფერი იგივე აღარ მაქვს. ეგ ხელსაწყოები აღარ მაქვს. მოკლა ჩემში. და დღეს როგორ შევქმნა წარმატება აი ამ სივრციდან, რომელშიც ვიმყოფები, არის ის გზა, რაზეც ვდგავარ. ანუ დღეს მე ჩემთვის საინტერესო არის, ანუ არანაირი მტკიცებიდან გამომდინარე არ არის, უბრალოდ თვით რეალიზაცია მინდა. და ვაკეთო ის საქმე, რომელიც מחარებს. დღეს არა მაქვს მზაობა, მაგალითად, ავიღო ის საქმე, რომელიც არ מחარებს. ანუ ავიღო ის პროექტი, რომელიც არ מחარებს. მე აგის კომპრომისის მზაობა დღეს არა მაქვს. გასაგებია. აქედან გამომდინარე, ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს და მაინსპირირებს და მაძლევს ენერგიას და არ მაკომპრომისებინებს ჩემ თავს, ასე ვიტყოდი. ამ სფეროებში მივახციო ისევ წარმატებას, იმიტომ რომ წარმატება უბრალოდ დღეს ჩემთვის არის მანიფესტაცია. ანუ რაღაცა მატერიალურ სამყაროში რაღაცა შეიქმნა, რავი, ამდენი რაღაცა გაიყიდა, ამდენ თანხა და ასე შემდეგ, ანუ უბრალოდ შემდგარი ფაქტი. ასე უყურებ დღეს. ყველანაირი მტკიცებების და დამინახეთ და დამაფასებ გარეშე. აი წარმატება შექმნა თან ისეთ გარემოში სადაც არის ადამიანობა, სიყვარული, პატივისცემა, ემპათია, აი ეს ყველაფერი რო იყოს სივრცეში და ამ სივრცემ შექმნას წარმატება. აი ეს არის ის გზა, რაშიც ვიმყოფები ახლა. ეს რაღაცა ძალიან ზეციური საქართველო დახართ. ხო, ისე ჩემთან ოფისში მოდის ხალხი, პირდაპირ ამბობს, რომ ან რა გარემო გაქვთ, ან რა ურთიერთობები გაქვთ. მე მეძვირფასება გავიგე რომ მე არა მაგ დღეს დიდი ოფმე შეჩვეული ვარ დიდ გუნდებს ეგ ხო ხდები ხა ასობით ადამიანის გუნდი მყავდა დღეს ხავს 8 კაცი და იმ 8 კაცთან ერთად ვაკეთებ იმ საქმესაც მიყვარს მაგ ის შემოსავალი რაც მინდა და რასაც შეჩვეულო არა მაგ ძალიან დარდობ მაგაზე არა ხო ხდები ვაკეთებ იმ საქმესაც მიყვარს და მჯერა რომ რაღაცა წერტილში წარმატებას მოვა სადაც საკმარისი ღირებულება შეიქმნა. წარმატება აუცილებლად მოვა და ჩვენ ასევე ბევრი გვისაუბრია იმაზე, რომ წარმატებას და ბედნიერებას შორისაც არ არის ტოლობის ნიშანი. ის კმაყოფილების ის ცალკე განზომილება კიდევ. კმაყოფილების შიტია. მე მინდა დიდი მადლიერება გამოვთქვა შენს მიმართ. იმის გამო, რასაც აკეთებ, იმის გამო, რაც მომწონს ვიზიარებ და მათ შორის ისიც, რომ პოდკასტები წამოიწყე და უკვე ერთიც კი არა, 2 პოდკასტის ავტორი ხარ.
ორივეს დიდი ინტერესით ვუსმენ. იმიტომ რომ დღეს აქ მოხვედი, ჩემი სტუმარი იყავი, შენი დრო და ენერგია დაუთმე ამას და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ეს არის ვალუტა რეალურად, რომელიც მეტი არაფერში არ კონვერტირდება და მინდა რომ წარმატების გარდა ბედნიერება გისურვო, შენ რის გამო დააფასებდი საკუთარ თავს 10 წლის გადმოსახედიდან დღევანდელ საშას რას ეტყოდი, რისთვის მადლობა. მოდი პირველ რიგში უთხრათ მაყურებელს რომ ეს არხი გამოიწერონ. სულ მოვიწყდება ხო? შენ გეტყობა რომ ახალი იუთუბერი ხარ და ჯერჯერობით გამოიწერეთ ეკას არხი დაწმუნებული რომ ეკა ძალიან ბევრ საინტერესო სტუმარს და ინტერვიუს შემოგთავაზებ და იმისთვის რომ დარჩეთ ამ არხთან და შეტყობინებები მიიღოთ, კაი იქნება თუ ამ არხს გამოწერთ. მადლიერება პირველ რიგში შენ ასევე ამ წამოწყებაში გისურვებ წარმატებას, როგორც ყველა წამოწყებაში, სადაც მე და შენ შეხვედრი ვარ და მე და შენ გვაკავშირებს 30 წლიანი მეგობრობა და ეგ პატარა ამბავი არ არის და ყველანაირი მომენტი ჩვენი მეგობრობის მეტკბივად მახსენდება. მესამე რისთვის დავაფასებდი, ალბათ შეუპოვრობისთვის ის, რომ არასოდეს არ წყვიტავ ძიებას, არ წყვეთ, არა და ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ და ყოველთვის ღიავობა მაქვს, რაღაც ახალი ვისწავლო და არა მაქვს არასოდეს თავდაცვა, რომ დავიცვა ის, რაც ვიცი. არამედ ფოკუსი გადავიტანო იმაზე, რაც არ ვიცი და გამოვიზარდო აქედან. ანუ მუდმივი სწავლა. ხო, აი რაც არასოდეს არ სწავლა, განვითარება. სულ. მეორე არის შეუპოვრობა, იმიტომ რომ ჯიუტი ვარ საკმაოდ და როცა რაღაცა თუნდაც არ მუშაობ, ჩვენთვის გამოწვევაა. ანუ მე ყველაფერს უყურებ გამოწვევად და გამოწვევას აქცევ შესაბამისად შესაძლებლობად. ყოველთვის და ეს გამოწვევა ახლა ჩემთვის სადაც მიმყოფები. და თუნდაც ისო, რავი 100 პოდკასტი თუ 200 პოდკასტი გაიხსნა საქართველოში და თუნდაც როგორ აი ამ განემოში როგორ აწარმოო ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც არის ღირებულების შემქმნელი, როგორც მისი მაყურებლისთვის, მენელისთვის, ისე თუნდაც პოტენციური სპონსორისთვის, ეგეც ძიება არის ჩემთვის. ანუ ვეძებ ამას და ჯერჯერობით რაღაც გზაზე ვარ ამ ძიების. და მესამე ალბათ იუმორისთვის, რომ თუნდაც ყველაზე რთულ მომენტებში, თუნდაც როცა მგონია რომ ყველაფერი მენგრევა გარშემო, მაქვს უნარი ვიპოვო რაღაცა საბაბი და გავაცინო ჩემი თავი და ადამიანები ჩემს გარშემო და ცოტა არასერიოზულად მივიღო ის, რაც არასერიოზულად არის მისაღები ამ ცხოვრებაში. რა საინტერესოა. იუმორი აქამდე ასე არ გიხსენებია. ისევე როგორც მუსიკა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შეხება გაქვს და ვიცი რომ ძალიან დიდი ფონოტეკა გაქვს. ამას წინათ რომელიღაც პოდკასტში ახსენე რომ, როდესაც აზრების სტრუქტურირება მინდა ბახს ვუსმენო და მოგოდი გლოვაზე ვახსენე. არ მახსოვს კონკრეტულად რომელი იყო. და ჩემი გლოვის მეგობარი დავაზუსტე. და ჩემი პოდკასტის სახელი კი იცი, დროის ხმაურია. ბახი როგორ გეხმარება აი ამ აზრების სტრუქტურირებაში, როგორ აკროფ ხმაურს იმისთვის, რომ იქედან სუფთა სიგნალი გამოიტანო და რა იქნებოდა შენთვის დღევანდელი პოდკასტიდან მარტო ერთი სიგნალის გატანება რო შეგეძლოს მსმენელისთვის და მაყურებლისთვის, რა იქნებოდა ეს? კითხვა კომპლექსურია. იცი რა, მე ბახიდან მაინც გამოვალ და ზოგადად ვიტყვი მუსიკაზე რა. აინშტაინიც ყოველთვის ყველა აღმოჩენა გააკეთა მუსიკის ფონზე, უკრავდა. ვიოლინოთი. ხო. ამიტომ ეს უბრალოდ სხვა განზომილებაში გადასვლა არის. ჩემთვისაც მუსიკა არის აი როგორ ვიტყოდი, ალბათ ემოციის და მდგომარეობის გამაძლიერებელია ჩემთვის. მე ყოველთვის და იციან ჩემმა ძალიან ახლო ადამიანებმა, ბევრმა არ იცის, მაგრამ ახლო ადამიანებმა იციან, რომ მე მაქვს მუსიკის მეშვეობით თვით გამოხატვის ენა. ანუ მე ჩემი განწყობა შემიძლია ადამიანს ჩაუგდო ტრეკი და უთხრა ასე უზნო თავს. ანუ აი თვით გამოხატვის ენა არის ჩემთვის მუსიკა, ამიტომ მე ყოველთვის პოულობ ჩემ დიდ კოლექციაში იმ ტრეკს ხალხი რაღა კოლექცია YouTube-ია. თვითონ პოულობს რაღაცა ისეც, რომელიც მეხმიანება. ამიტომ მუსიკა ჩემი თამდევი ძალიან დიდი სტიმული არის ცხოვრებაში
და მადლიერი ვარ ყოველ ჯერზე როცა მუსიკას უსმენ, ეს ჩემთვის რაღაცნაირი ახალი განზომილება არის. რაც შეეხება მეორე კითხვას, ერთი სიტყვა და იდეა, რომელსაც მე ვაკეთებ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა ადამიანს გვაერთიანებს ერთი რამ. ამ გაერთიანების განცდაში ჩემი აზრით მოდის იმისგან თავისუფლები, რისგანაც ჩემი ეგო მტანჯავს. ანუ როცა მე ერთობას განვიცდი, იმ მომენტში ვერ განვიცდი ერთობის მადლს, მოდი ესე ვიტყვი რა და მადლიერი ვარ ამ ერთობისთვის, იმ მომენტში ვერ განვიცდი მარტოობის სიბნელეს. ანუ როცა მადლიერი ხარ, იმ მომენტში ვერ ბრაზდები რაღაცაზე, ხო? ანუ არ ხდება იმ მომენტში თანაცხოვრება. და ალბათ ერთადერთი რასაც ჩემი პოდკასტი აკეთებს არის ის, რომ ლაპარაკობს იმაზე, რა გვაერთიანებს ადამიანებს. და ამ განცდის მოტანას ვსდიო მე ადამიანებთან, რომ რა გვაერთიანებს, იმიტომ რომ თუ ამას შევეხეთ, რა გვაერთიანებს, ეს ჩაგვიხსნის კავშირს იმასთან, რა ყოფს. და ამას ემსახურება ჩემი საუბრები, ჩემს სტუმრებთან თემები, რომელსაც მე ვშლი. ყველა ეს თემა საბოლოო ჯამში სადღაც რაღაცა წერტილში იკვეთება, რომ მეტი შუქი და განათლება ეგ არის, ხო? რა არის განათლება? შუქი. ნათელი რო გახადო, რაღაცა ბნელი რო გახადო ნათელი. ანუ მოიტანო ცნობიერება იქ, სადაც არის არაცნობიერი. აი გარი ალბათ რასაც მემსახურები მე და ეგ არის სიტყვა, რომელიც მე მომაქ. ერთიანობა. ერთობა. ერთობა. თუ გინდა განათლება, თუ გინდა შუქი. ბრავი, ეგ სიტყვები მომდის თავში. ერთობის განცდა არის ეგ, იმიტომ რომ შენ თუ გეხება ისასაც მე ვყვები, იმ მომენტში ერთნი ვართ. ისედაც ერთნი ვარ. აი, ისედაც ვარ. სხვა მომენტშიც უბრალოდ არ ვიცით რომ ერთნი ვარ. ხო, განცდის დონეზე ამ ერთობის განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომ მე მარტო არ ვარ. სხვაებიც არიან იქ, სადაც მე ვარ ახლა. აი მაგის განცდას რომ ამბობ ისე განცდაზე და თანაგანცდაზე მე ემპათია მომდის და მეს უმეუბნებოდნენ მაშინ, როდესაც სიტყვა ემპათიური ლიდერობა არ არსებობდა, როგორც ასეთი საქართველოში. ლიდერობა არ არსებობდა, როგორი ემპათიური ხარო და ვინ არის თქვენი სიმპათიური დაახლოებით ესე იყო. ხო, მეც რაც კი ადამიანურ რესურსებში მიმუშავია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ადამიანებში რა გვაერთიანებს ზუსტად ეს მეძებნა იმის ნაცვლად, რაც განგვასხვავებს, იმიტომ რომ განმასხვავებელი ისედაც ძალიან თვალსაჩინოა და მაგას ძებნა აღარ ჭირდება. საშ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. მადლობაში. ვიყურეთ, გვისმინეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხები, იმედია კოლაბორაციასაც გავაკეთებთ. ყველა საინტერესო და საჭირო ბმული აღწერაში დაგხვდება. შევხვდებით.